70 წლის ქალბატონი იყო, შვილთან ერთად მოვიდა, ჯერ დედას გაუკეთე კბილები და მე მას მეორე დღეს მომახსნევინეს. თქვენ და ძვირი არ ყოფილა, რატო? მაღალი ხარისხი არ ნიშნავს, რომ კარგი შედეგი დადევი. ტოპ 3 მიზეზი რატო არ უნდა გავიკეთოთ ვინირი? ვინირი მიყვარს ძალიან, მაგრამ რატო არ უნდა გავიკეთო? როდესაც პაციენტს აქვს გართულება, ვინ არის მართალი? ორივე ვართ დამნაშავე. გავიგეთ, რომ ამ ლამაზ კბილებს ვაკეთებთ, მაგრამ აქ სხვა რაღაცაზეა კიდე საუბარი. აი მე მინდა ანჯელინა ჯოლის კბილები. ჰოლივუდის ღიმილს ვერ ვიტან ამ სიტყვას საერთოდ ვიცოდე. რატომ არის ერთსა და იმავე მკურნალობაზე ფასთა ასეთი დიდი სხვაობა? რას იღებს პაციენტი პირობითაც 3000 ლარად და რას იღებს 10000 ლარად? მე არანაირ ვალდებული არა ვარ, თქვენ რაღაცა 20 ლარად ჩაგისვათ კბილები. მივესალმები ჩვენს მაყურებელს და ჩვენს მსმენელს. ჩემი სახელი არის ოლგა და ეს არის ჩვენი სამედიცინო პოდკასტი, სადაც ჩვენ საუბრობთ კბილებზე, ჯანმრთელობაზე, ესთეტიკაზე. თუმცა დღეს ვისაუბრებთ არა უბრალოდ ლამაზ ღიმილზე და ლამაზ კბილებზე, არამედ ღიმილის ფილოსოფიაზე. დიახ, არ მოგესმათ. სად მთავრდება ესთეტიკა და სად იწყება ფუნქცია? ზოგადად რას ნიშნავს ესთეტიკა და რას ნიშნავს ფუნქცია? არის თუ არა იდეალური ღიმილი უნივერსალური? თუ ის უნდა მოერგოს ადამიანის სახეს, კულტურას, ხასიათს. სტომატოლოგია დღეს გახდა არა მხოლოდ სამედიცინო მიმართულება, დამეთანხმებით დღეს არის ეს არის სოციალური, კულტურული და ზოგჯერ სხვათა შორის ცოტა კომერციული ფენომენიც კი. სწორედ ამ თემებზე ვისაუბრებთ დღეს ჩვენ ექიმ დიეგო ზარანდიასთან. ექიმთან, რომელიც ესთეტიკას უყურებს ოდნავ განსხვავებულად. ის უყურებს ჩვენს ლამაზ ღიმილს და ჩვენს კბილებს როგორც ხელოვნებას და არა მხოლოდ როგორც ტექნიკურ პროცესს. დიეგო ზარანდია გახლავთ ექიმი, ორთოპედ, ქირურგი, კლინიკა ზარადენტის დამფუძნებელი და მთავარი ექიმი. თუმცა დიეგო ექიმო, სანამ ჩვენ დავიწყებთ საუბარს ჰოლივუდურ ღიმილზე, თეთრ კბილებზე, ფუნქციაზე, ესთეტიკაზე და ასე შემდეგ, მინდა რომ ორი სიტყვით, ესე ვთქვათ, გვითხრა შენი კარიერის შესახებ. როგორი გავლენა ქონდა სოხუმს, მე ვიცი შენი ისტორია, თუმცა მინდა რომ ჩვენმა საზოგადოებამაც იცოდეს შენს შესახებ ოდნავ მეტი. როგორ დაიწყე შენი კარიერა? მოგესალმები ოლგა, მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის, მივესალმები მაყურებელს. ხო, აფხაზეთიდან ვარ, სოხუმელი ვარ, ჩემი ეს მოღვაწეობა, რაც აქ შედგა თბილისში, ეს ყველაფერი იყო აფხაზეთის მერე, ხო, სტუდენტი ხდები, იმიტომ რომ მე მე-7 კლასში ვიყავი, იქიდან რო წამოვედი და მე უნდა ჩამებარებინა რაღაცაზე, ხო ის მშობლები შევიდა, ან ეკონომისტი უნდა იყო, ან იურისტი უნდა იყო, ან რაღაცა, ეს ჩემთვის არც ერთი გამოდგებოდა, არც მეორე. აი ხელობასთან კავშირი, აი ხელოვნებასთან, ან უნდა მეხატა, ან რაღაცა უნდა გამეკეთებინა მოკლედ რა. და 95-ში ჩამოვედი თბილისში, აკადემიაში ვაბარებდი სამხატვრო აკადემიაში, ქანდაკების ფაკულტეტზე და ვერ მოხვდი სამწუხაროდ. ჩემ მშობლებს არ ქონდა ამის რესურსი და დავბრუნდი სოფელში. მერე ერთ წელიწადში ისევ წამოვედი, მირჩიეს რომ აი კბილის ტექნიკოსობა გამოგივა, იმიტომ რომ ხატავ, კარგად გამოგდის, მეთქი რა კბილის ტექნიკოსობა რას ნიშნავს, ეს წარმოდგენაც არ მქონდა ამაზე. და ისევ დავბრუნდი. 96-ში ჩავაბარე კოლეჯში და მანდ ვისწავლე 3 წელი. ოღონდ იმის იმედად რომ მამაჩემ შემპირდა რომ მოდი დაასრულე და მე გადაიტანი აკადემიაში. მეთქი კარგი. და სიმართლე რო გითხრა თავს არ ვიკლავდი მას სწავლით. სულ უკან ბიჯექი ვხატავდი, ძალიან ცუდი სტუდენტი ვიყავი. ძალიან. ვხატავდი რაღაცებს, ზერწავდი, იმაშვებოდი, უშუალოდ აი ამ რაღაცებს, ფიგურებს რაღაცებს, მაგრამ ერთშვენი ერთ დღეს მე ძალიან დიდი შენიშვნა მომცეს კოლეჯში, რომ აი უკან როზის არაფერს რო არ წარმოადგენს საერთოდ. ჩემზე იყო საუბარი. შაბათი დღეა, ბებია ჩემთან მიზრდებოდი მაშინ და ბებია ჩემთან ცხოვრობდი, რაც გამაკონტროლებდა, ეხლა ხან დავდიოდი, ხან არა მაშინ კოლეჯში. და მე ძალიან დიდი გავლენა იმოიქონია აი ამ საუბარმა, რომ აი ესე თითით რომ მაჩვენეს ყველა, რაზე იხდი თანხას, რა შვები უნდა ისწავლო შვილო, ხო ხედავ როგორია თან, ვიცით ეს 95-16 წელია, 95-16 წელია ესე დაახლოებით. რო დავიწყე, მაგრამ მე გამოვედი გარეთ და ვთქვი რა, მოდი რა, დიეგო დაამთავრე ეს კარგად, იმიტომ რომ ესე არ შეიძლება. აი ხო ის გაიხსნა უცებ რაღაცა. და წარშინებით დავამთავრე სხვათა შორის იმ გაგებით, რომ ყველაზე მაგრად კბილებს გვაძერწინებდნენ, რაღაცებს გვაკეთებინებდნენ რა და ძალიან ისე აქტიურად დავასრულე მოკლედ კარგად.
მე დავამთავრე 18 წლის ვარ საწავიდე ახლა. მოდი ახლა ინსტიტუტი კიდე მამაჩემ ამითხრა არა მაქვს ხომ ის შესაძლებლობა რომ გადაიტანო კიდევ ნელ-ნელა და 98-ში ჩავაბარე მე გაენათი იყო ესეთი პავლოვზე ახლა სეფსის ცენტრი რო არის მე მინდა ჩემი უსაყვარლესი უფროსი მეგობარი კახა გურგენიძე მოვიკითხო იმიტომ რომ ჩემი პირველი პედაგოგი იყო მაშინ კახა იყო 32 წლის როცა ლექციებს მიკითხავდა და იმდენად ეხა დღეს ბატონი კახა ყველა მიცის იმდენად შემაყვარა ეს რა ვიცი ისეთი ტიპაჟიც ისეთი არის რა ჟილკიანი იყო ნუ გეშინია სოი ხელი აი ნემსის გაკეთების დროს ხელი მიკანკალებდა პაციენტს რო დავინახავდი ხო იმიტომ რომ ძალიან კარგი პრაქტიკა მაშინ არ იყო შესაძლებლობა ეხლა რო არის რეზიდენტურა ეს ყველაფერი მაშინ იქვე პატარა კაბინეტი გქონდა გაენათში მანდ გაკეთებული და კახა გვერდზე გვედგა აი აქ ეჭირა ხელი ჩემთვის იმიტომ რომ აი ეს მიკანკალებდა ხელი წამოვედით გაგივლის არის ფიქრო მაგაზე ნელ-ნელა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა პედაგოგი როგორ გეტყვის ამ სიტყვას რა და მე მის შემდეგ წამოვედით მინდა რომ ჯამთელი იყოს და ბევრი კარგი სტუდენტი გამოეზარდოს მას დავამთავრე ინსტიტუტი და წამოვედი მე უკვე კაბინეტი გავხსენი შენ ხარ ჩემთან ნამყოფი 25 წლის მუშაობის სტაჟი მაქვს 19 წელები მუშავე 54 კვადრატ კაბინეტში. მუშაობდი ჩვეულებრივად იქ პროტეზებს ვაკეთებდი რაღაცებს, რა ესთეტიკაზე იყო საუბარი. ნელ-ნელა იქ მეტალოკერამიკა, იქ რაღაცა ორი კბილი, იქ მოსახსენი კონსტრუქციები, რაღაცეები, ასაკოვანი ქალბატონები მოდიოდნენ, როგორც ქალბატონები, ესე მამაკაცები, ნელ-ნელა მე მივხვდი რა, სახში ვთქვი რომ რაღაცა ეს დიეგო ის შენი საქმე არ არის. 19 წელია მუშაობ და ვერ მიდიხარ წინ. ანუ რა გაგებით მეშინოდა რა, აი ამ ცოტა ესთეტიკურ ნაწილზე აი ახალგაზრდა პაციენტს რო დავინახავდი რომელიც ჩემთან კვილებით გასაკეთებლად მოდიოდა აი იქ მე ვიცილებდი რა სიმართლე რო გითხრა მეშინოდა იმიტომ რომ არ ვიცოდი მე ცირკონები დავიწყე და ახლობით 8 წლის წინ 9 წლის წინ გაკეთება ხო და ახლობით აი ეს აქტიურად აქამდე მეტალოკერამიკებზე მუშაობდი მე რომ არ იცის ეს რომ გონდია რომ მე იქიდან თავიდანვე მოვდივარ ეს აი ამ 7-8 წელიწადში გარდასახვა მოხდა რა უცებ ავითვისე სხვანაირი ხედვა ჩავრთე ამაში რა თქმა უნდა კარგი ტექნიკოსი გეხმარება აუცილებლად შეიძლება ტექნიკოსმა გაგიკეთოს ვიზუალი არ იცოდეს სულ მქონდა ან გრძელი გამომდიოდა კვილი ან მოკლე გამომდიოდა მე ვიფიქრე კაცო რა შეიძლება გავაკეთო 8 წლის წინ ნენდელა რო ვიწყებდი და ფოტოაპარატი ვიყიდე აქამდე მობილურით ვიღებდი დაახლოებით აი როგორც კი შემოვიდა ხო ის კაი ეკრანები სმარტფონი ხო აი ეს რაღაცები მე ბეჭდავდი სურათებს და ჩემს კაბინეტში მოდა გაკრული ეს სურათები before after ვიყიდე ფოტოაპარატი უკრაინაში გავიარე კარგი სკოლა კურსი ფოტოგრაფირებაზე როგორ უნდა მართო რაღაცეები სახში ჩამოვედი რო ჩამოვფრინდი თეონას უთხარი რომ მეთქი ეხლა ეს თუ არ გამომივიდა იქ რაც მე გავიარე იმიტომ საკმაოდ დიდი ჰონორარი გადავიხადე მანდ მეთქი ვეშვები ამ სპეციალობას ან უნდა აკეთო რაღაცა კარგად, ან რაღაცა, იმიტომ ერთ ადგილზე შერდებოდი, იმიტომ რომ კაი გაგები თუ ამბობ, ამ ჩემ კოლეგებს რო უყურებდი, ყველა რა კარგად მუშაობდა, მინდოდა რომ მასთან დამდგარიყავი, როგორ აპრეპარირებს ღრძილთან, როგორი ურთიერთობა აქვს, რაღაცა და უნდა შევიშვა მეთქი რა. თუ არ გამომივიდა ეხლა. სურათი გადავიღე რაღაც კაი სამუშაო გავაკეთე, ამას გიყვები 9 წლის ამბავს. ხო, სოციალურ ქსელებსაც არ ვიყენებდი საერთოდ. ინსტაგრამი შექმნი 4 წლის წინ თუ 5 წლის წინ. თუ არსებობდა ისიც არ ვიცოდი. ხო, Facebook-ზე კიდე მეტი არაფერი და იქ სხვათა შორის უკრაინაში მითხრა იმ ლექტორმა რომ Facebook-ი გაქო და მე ვთქვი მაგ მეთქი რასაკეთებ შეგნით. არაფერი არ ჩევდივარ მეთქი. თუ სანმე ვიკეიპი იგდებ სურათს უბრალოდ. და მე როგორ უნდა ვიცოდე შენ რომ კარგ ნამუშევარს აკეთებ, ან როგორ უნდა იცოდეს საზოგადოებამ შენ ვინ ხარ. ნუ რა ვიცი ხა პაციენტი მოყავს. მაგრამ ფარტი მე ერთ ადგილზე გაჩერდები. აი ზუსტად 19 წელი ვიყავი გაჩერებული ერთ ადგილზე. და დავიწყე სოციალურ ქსელებში ესე აქტიურად ჩაბმა. დავდები ერთი ფოტო. გავიდა ერთი კვირა ვიღაცა მომწერა, ვირა ლამაზი ნამუშევარი გაქვთ. შეიძლება თქვენი ნახვა. და პატარა კაბინეტში მუშაობ. მეთქი აქ. მოვიდა. იმან კიდე ვიღაცას უთხრა და ასე შემდეგ, მაგრამ ჩემი აი ეს აქტიური, ესეთი პირდაპირ გადახტომა ერთ-ერთი ეხაც მუშაობს საკმაოდ წარმატებული ესთეტიკაში მუშაობს. აი პროცედურები რაღაცები და ხო. და იქ ხო იცით თავშეყრა ქალების და რო გაიცინო საკმაოდ ლამაზი ქალბატონია ეხლაც მანდ მუშაობს და ჩემი პაციენტია 10 წლის წინ გავუკეთე მას ვინირები ახლობით და აი მაგისი სახელი და გვარით აი ენ რაოდენობით პაციენტები მოვიდნენ ახალგაზრდები უკვე ვატყობდი რომ მოდიოდნენ ჩემთან კაბინეტში ახლა ნახეთ ძალიან კარგად მქონდა მე მოწყობილი ჩემი კაბინეტი მაგრამ ნახეთ
იცით რა არის ესეთ პატარა კაბინეტში მუშაობთ? არ მერიდება მაგის თქვა, მეთქარი დიახ მე. კარგით მოვიფიქრე, სხვაგან ხომ არ მუშაობთ? სხვაგან სად? აი საბურთალოზე ან ვაკეში. ვაიმე არა, იქით საერთოდ არ ყოფილ ვარ. ამ გაგებით ვიძახი რა, ხო ხტები. კარგით, მაშინ მოვიფიქრებ. აი მოვიფიქრე, პაციენტები მეკარგებოდნენ. მე მივხვდი რომ დიეგო რაღაცაშია საქმე, შენ გჭირდება ცოტა მასშტაბურ მაშინ გასვლა. აუდიტორიაზე. ხო. ან საბურთალოზე უნდა გახვიდე ან ვაკეში სადღაც. ეხლა არაბის არ უნდა ნახალოგაში მოსვლა, რა გაგებით ვიძახი, პატარა კაბინეტში. ეხლა არ უნდათ ესე არ ეხლა რიგი მიდგას იმ გაგებით რომ სადაც ვარ, იქ მუშაობ, რაღაც გადავედი იმ უბნიდან რა. ჩემი პატარა კაბინეტი მე უკვე გავაფართოვე, შენ ხან ამყოფი ხარ მან უკვე. და ესე წამოვიდა და იმ ერთი სახელი და გვარით და გავახსენე ამას წინებზე იყო ის კალბატონი მოსული და უი მართლა ხო იმიტომ რომ საუბრობს ესა ვი სად გაიგეთე დიეგო. მე უკვე ნახეთ გვარი არავინ არ იცის დიეგო, ნუ ჩემი სახელი შეუქმნელი ბრენდა დოქტორ დიეგო ხო. და ესენელა გამოვიყენე ჩემი სახელიც უბრალოდ იმიტომ კი რომ რაღაცას ვქონი ესეც არაფერი. ეს არის უბრალოდ მარკეტინგული რაღაც ყველა სჭირდება. ხა იძახიან რომ დიეგო უბრალოდ ბევრს საუბრობს და ბევრს არეკლამებს თავის თავს და რაღაცა. მე თუ არ გავარეკლამე ჩემი თავი, დავიღალე 19 წელი პროთეზების კეთებით. 7 წელიწადში მე თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ გარდასახვა მოხდა. მადლობა ღმერთს, ეს იყო ჩემი ოჯახის თანადგომა, ჩემი მეუღლის თანადგომა, ჩემი მშობლების და ჩემი მეგობრების. მე დღესაც არ მერიდება და დღესაც თუ რამე პრობლემა მაქვს, აი ჩემი უძვირფასესი მეგობარი, ძალიან კარგი პიროვნება, უნდა ვთქვა უცილებლად დავით მაჯგალაძე, რომელიც ბევრი რაღაცა ვისწავლე მისგან. ძალიან ბევრი რაღაცა. რა შეცდომა დაუშვია, ის უთქვია ჩემთვის რომ მე არ გამეკეთებინა რაღაცა, აი ძალიან რატომ მომწონს მაგასთან ურთიერთობა, იცი, აი მომწონს ურთიერთობა როგორ, აი თვითონ პაციენტთან და იცის უკვე ღზილთან ურთიერთობა როგორ იმპლანტთან ჩასვი იმპლანტი ესე არ ხდება. ამას წინებზე ბატონ კახაზაც მოусმინე, ეს იმპლანტი არ არის. მე ძალიან კარგად გამომდიოდა იმპლანტაცია. შევეშვი. რატო შევეშვი, იცი? კიდე ერთხელ ვამბობ და აი სადაც სილამაზეს ვერ ვხედავ, კაი, ჩავსვით. აი ვერ დავამუღამე. იმიტომ კი არ კატეს წაკითხვა არ ვიცი ან რაღაცა. უბრალოდ არ იყო ჩემი, აი ვერ იმას ვქე, ჩავსვი ერთი 20 წალი იმპლანტი. აი ბატონ კახას საუბარი მომეწონა, არ ნიშნავს იმას რომ 200 იმპლანტი ჩასვი და შენ ვარ იმპლანტოლოგი. მასე არ არის. ძალიან ბევრი შეცდომები დაუშვი ესთეტიკაში. ყველას უკეთებდი ერთ კბილებს, ერთ და იგივე ფორმის კბილებს. და ეს ძალიან კარგად მახსენდება 70 წლის ქალბატონი იყო ისეთი ლამაზი ქალბატონი, შვილთან ერთად მოვიდა, ჯერ დედას გაუკეთე კბილები და მე მას. ამას გიყვები ერთი 7 წლის წინ. მეორე დღეს მომახსნევინეს. გოგონამ. იმიტომ რომ დედას ძალიან ბუნებრივობა მიყვარს ძალიან, მაგრამ დედამის გაუკეთე აი ძალიან ლამაზად მოუხდა, თავის ასაკთან შესაბამისად ფერი, ფორმა, ეს მორფოლოგია კბილის არ შეიძლება 70 წლის ქალს კონდეს ძალიან ლამაზი ღიმილი. დღესაც მოდიან ახლა მე არ ამყავს თუ მოდის პაციენტი 60-60 ან უკბილოა ან რაღაც, იმიტომ რომ 40 წელს გადაცილებულებიც არ ხდება ჩემთან, სუქალები მყავს პაციენტები. უკვე რახე რატომ მომახსნევინა, იცი? ბატონო დიეგო, იცით რა, დედა ჩემს და მეო ერთ და იგივე ღიმილი გვაქვსო. მეთქი რა სიშავს ხო გიხდებათ? არ მიხდება, მე ამას არ გავიგე, ან გამიკეთეთ თეთრი ან ფორმა შეცვალეთ კბილების. უკვე ვიხდი რომ შეცდომა გქონდა დაშვებული. აი უკვე ჩავთე ხედვა. რა მიმითი რომ მოდის ახლა ორი ტიპაჟის ხალი არსებობს. არიან აკადემიური გარეგნობის ქალბატონები და არიან ცუდად არ ვსაუბრობ. აკადემიური ხალიც მოვლილი არის, მაგრამ მეორე არის, როგორ იცით, ესთეტიკო კოსმეტიკურად რო აქვს მოვლილი სახე. ვიზუალი. ტუჩები გაკეთებული, ცხვირი, ყვრიმალი, რაღაცა შეცვლილი აქვს. და ძალიან უხდება, ამის ცუდი არაფერი არ არის, სხვა ეპოქაში ვართ. უკვე მივხვდი, რომ ესენი მე 99% ვაკეთებ თეთრ ლამაზ კბილებს. მაგრამ იმ 1%-ში, აი რომ მოდის ლამაზი ქალბატონი, რომელსაც აკადემიური გარეგნობის ქალთან ძალიან რთულია სამუშაო. всё, წერტილი. რატომ მოთხოვნა? არა, ნახეთ. იმეს კარგავს, როგორ იცით, აი ნახეთ. აი ესეთ ქალბატონს რო შევხედავ, ვეუბნები რომ იცით მოგიხდება თან შუალედური ფერი, ცოტა ესეთი თბილი ფერი, თეთრი ფერი არსებობს, საერთოდ ორი ფერი. ცივი ფერი და თეთრი ფერი. აი, ხო, ცივ ფერში ვიცი ვის უნდა მოუხდინ, რო შევხედავ ამას, აი, სწორად გამიგე, რასაც ვიტყვი, როგორც ექიმმა შევხედე პაციენტს, როგორც ექიმი, ისი არა, როგორც მამაკაცმა შევხედე ქალს. აბა რა მოუხდება? ვაკვირდები მას. და პირდაპირ ვეუბნები, დიეგო ექიმო, აი მომიხდება თეთრი კბილი, არა ძალიან უნდა, მაგრამ ჩემს აზრს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. იცით კი? თეთრი მოგიხდება მხოლოდ. უი მართლა? მოდი თუ არ მოგიხდებათ, მე პირობას გაძლევთ და ხელმეორედ გაიგეთებ ნამუშევარს.
მაინტერესებს ინტერესი მკლავს ეხლა თავიდან რო ვიწყებდი ინტერესი მკლავდა ეს გაიკეთებდა თუ არა აი გაიღიმა პაციენტმა ვაუ რა მაგარია რა იცოდი რომ მომიხდებოდა მაგრამ აკადემიურ გარეგნობის ქალბატონებთან არიან ახლა რომ მოდის 35 წლის ქალი და რო გეუნება მკაცრად რომ იცი რა თეთრი კბილი მინდა უბრალოდ ვეტყვი რომ ისა იცით რა არ გირჩევა თეთრი კბილის გაკეთებას გან არ მოგიხდება უბრალოდ იმეს დაკარგავთ რაც გააქვთ რატო მაშინ არის იცით ლამაზი ტუჩის ფორმა გაქვს ბუნებრივი ცხვირი არაფერი არ გაქვს გაკეთებული რისთვის გინდა ორი ვარიანტი გაქვს ან პუბლიკისთვის დასანახად ან შენ შინაგანად რომ ესე ბედნიერი იყო შემიძლია მე ბუნებრივადაც მივახციო აი ამაზე დაფიქრდა უკვე მართალი ხართ მაგრამ მე მაინც თეთრს გავიკეთებ კი ბატონო გავუკეთე თეთრი კბილები ძალიან უხდებოდა და ზუსტად ერთ კვირაში მომახსნევი და თანხა გადაიხადა ისევ ну რა თქმა უნდა იქ გავითვალისწინე რომ ცოტა შეღავათიც გაუკეთე იმიტომ რომ მან თქვა რომ აი არ დაგიჯერე და ჩემმა მეუღლემაც თქვა რომ იცით რა არის ექიმი არაფერს შეშერა მიდი თავიდან გადაიხადე თანხა და გააკეთებინე ის რასაც გთავაზობდა უკვე ეს დავაბალანსე რა მოკლედ რა და ეხლა უკვე არ არსებობს ისეთი რომ პირდაპირ მეუბნები პაციენტს რომ თქვენ გადაწყვიტეთ უკვე ესეთი ეპიზოდებში ვარ უკვე ფერზეც ხელს ვაწერინებ პაციენტს იმიტომ რომ ხა ეს მე არ მომეწონა მქონდა ერთი ორი შემთხვევა იცით რა არის რატო არ მირჩიე რომ ეს თეთრი კბილები არ მომიხდებოდა იმიტომ კი არა ის არ უხდება მას ძალიან თეთრი იყო იგი იჭორავა ვიღაცამ ამიტომ ჩვენ ქართველები როგორ ცხოვრობთ ხალხი რას იტყვის აი ჩემმა დაქალმა თქვა გააგიჟეს პაციენტი კი არა დიდ გავლენას ახდენს აი მესამე ადამიანის აზრი შენი ექიმის და მე მესამე ადამიანის ასე ვიცხოვრე 40 წლამდე მე ოლგა რას იტყვის ის რას იტყვის ეს რას იტყვის ის რას აი ვაფშე არაფერი არ მაინტერესებს ახლა როცა მიჭირდა სად იყო მაშინ ხალხი ამიტომ ახლა დღევანდელი სიამოვნებისთვის ცხოვრობ მე ამიტომ იმ ქმარმა რო უთხრა რომ რატო არ გაგაბთ ქმარს ხო მოსწონს მეუღლეს დიახ აუ ჩემმა და ხალმა რაღაცა ესე და გუებმა იქ ისე დიეგოსთან ჩვენ გავიკეთეთ მაგრამ ის ფერი რატო აი და თავიდან გიხდით რა თანხაზე გამიკეთეთ ის ფერი რასაც თქვენ თვლით საჭიროდ ერთ კვირაში მომახსნევინა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ძალიან დიდი ხო გავთეთრდი უცება აი გამაჭაღარა ხო ანუ ყოველთვის უსმენ პაციენტს ხანდახან უთქვია ხოლმე პაციენტს გულდასაწყვეტია რომ ცოტა უხეში ექიმია მაგრამ არა ვარ უხეში ექიმი უბრალოდ რა არის იცი ხა რატო უნდა დამიგეგმო იმპლანტი სად უნდა ჯავსვა ისე სად რო უნდა გავაკეთო ან კბილის ფორმა როგორი გავაკეთო იქ მომიტანა ჩემივე გაკეთებული ინსტაგრამიდან ამოსკრინული აი ეს მინდა თქვენ ამის ვიზუალი იცით არა შეგიძლიათ მან არ ვერ განახებთ ახლა ამას იმიტომ რომ ესე არ შეიძლება ესე საჯაროდ მე ნებართვას ვიღებ ყოველთვის პაციენტებისგან რომ შემიძლია აბტვირთო თუ არა ხო და არ მოგიხდებათ მეთქი ეს ვაიმე ამას როგორ უხდება იმიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხელი ტუჩი როგორი აქვს მისი ბიოტიპი ნაკეცი ჩაკეცვა ტუჩის ზოგსავს გასწორებული აქ სხვანაირი ფორმა უნდა მისცე ამიტომ რომ ჩემს ტექნიკოსებთან როცა თანამშრომლობა აი ბავშვებიც არ ვადუნებ რა სურათებს უღებ აი ნახე ეს ვასრულებ ამა და ამ სახელ გვარს ეგრევე ჩაუგდე სურათი ნახე როგორია უი ბიჭო ეს ძელი გამომსული ეკბილი ხო და დაამოკლე იმიტომ რომ მე მესმის ჩემი ტექნიკოსების ვერაუდის ამ პაციენტს სულ ესე აქტიურად რომ მუშაობ რომ რაღაცა პაციენტი გამოვარდა რა თქმა უნდა ხარვეზებიც მაქვს ისეთი კი რომ რაღაცა შეცდომა დაუშვი გამოსწორებადი კი აი ღრძილოვანი ღიმილი ზუსტად გრძელი მომსვლია აი ეგ მაინტერესებს ახლა მე პირადად მაქვს მაღალი ხაზი ხო ღრძილის აი ამ შემთხვევაში პირობითად ავიღოთ ან ჩემი თავი ან სხვა რომელიმე პაციენტის უნდა თეთრი ლამაზი შედარებით დიდი კბილები გავკეთებ თუ ღრძილიც რა თქმა უნდა აი ნახე ახლა პირდაპირ გეტყვი ძალიან აი ნახე ძალიან კარგი შეკითხვა არის ვიზუალურად გაქვს აკადემიური გარეგნობა აი ეს ღრძილოვანი ღიმილიც გიხდება ძალიან შემოჭრაც დაივიწყე, იმიტომ რომ ესაა შენი დამახასიათებელი, მაგრამ ჩემთან რომ მოდიან ღრძილოვანი ღიმილით, ჩემი პარადონტოლოგი უნდა მოვიხსენიო და მოვიკითხო, სოფო დიასამიძე არის არაჩვეულებრივი პარადონტოლოგი და მოდი ვთქვათ პაროდონტოლოგი ვინ არის, ხომ ჩვენს პოდკასტს აუცილებლად მოусმენთ პაციენტი, ვინ არის პაროდონტოლოგი და გააგრძელოთ. სოფო დიასამიძე ვისთანაც ერთად ღრძილების კორექცია თუ რამე ღრძილზე პრობლემა მაქვს და ასე შემდეგ. მე გუნდურად მუშაობ, როგორც ორთოდონტი. ეხლა რახეთ მე 19 წლის წინ რომ მუშაობდი, ესე 25 წელია მუშაობ, 7-8 წელია უკვე დავიწყე გუნდურად მუშაობა. იმიტომ რომ კაბინეტში მე და თამარი ვიყავით, რა ორთოდონტია, რა ღრძილების კორექცია, იმ ღრძილების იმაზე ვაკეთებ, მაგრამ სხვა ეპოქაში ვართ, აბსოლუტურად. ვთავაზობ პაციენტს, ნახეთ, სოფოს რო დაუგეგმია და დამიძახეთ, რო ააშრევა, მეორე იმდენი კბილი იყო ემალი შიგნით ჯამალული. პაციენტს
შემოაჭრა ღრზილი და აღარ ჩაისვა მე კბილები, იმიტომ რომ მოეწონა მისი ღიმილი. ეხლა თუ დიდი ბჟენები აქვს რაღაცები, უკვე ესთეტიკაში უკვე სხვანაირად ჩანს აქ. ამიტომ იქაც ვცდილობ რომ თეთრი კბილები არ გავაკეთო, იმიტომ რომ მაინც რამდენი უნდა მოაჭრა, ეხლა ცხირის ღრამდე ხო არა ხვალ, რომ იმას აქ რა ქვია. მან თავის რაღაც ჩვენებები აქვს. ან გენეტიკურად აქვს მოკლე კბილები, იმას აქ შემოაჭრა ეს ღრზილები და მე გავუკეთე კბილები. იმიტომ რომ უთქვია პაციენტს ხოლმე ძალიან სასიამოვნო მშობლებისგან რაც მე როგორ თქვენ უფრო მაგარი გააკეთეთ. ხო, იმიტომ რომ უნდა მოუხდინო, არ შეიძლება ღრზილოვანების მეტი მოგივიდეს ან ნაკლები. დღეს პაციენტებს უყვართ ხოლმე ძალიან დიდი სქელი კბილები მინდა, არა და ჯერ ერთი მაგას არ ვაკეთებ. დამიგრძელეთ რა კბილები, რაც შეიძლება რომ კარგად მიჩანდეს. ეს ძველ ეპოქაში არ იყო ესეთი რაღაცეები და მithmasi არ შეიძლება, აქ არის სახსარი, აქ არის ღრზილები, რაც უფრო სქელია კბილი, მით უფრო ატრავმირებ ღრზილებს. არ შეიძლება. უხსნი ამას გამომიწია რკალიდან დიდი რო იყოს გაშლილი რო კარგად ჩანდეს. ამას თავის ნიუანსები აქვს, ხო ხვდებით. ამიტომ კიდე ერთხელ ვამბობ, მერიდებოდა ადრე საუბარი პაციენტებთან, ქალს თუ დავინახავდი, საერთოდ ქვევით ვიყურებოდი, ეხლა ნებისმიერ ქალს უსწორებ თვალებს. ნუ თხელმასი არ გამოვა. ტრამვირება იქნება ღრზილის, ტრამვირება იქნება სახსრის, ტრამვირება იქნება საღეჭი კუნთების. ამას რო უხსნი პაციენტს, იმიტომ რომ მე დაუშვი ეს შეცდომა და არ მინდა თქვენთან გავაკეთო. ეხლა ნაკლები შეცდომები მაქვს იმ გაგებით, რომ გამოცდილებასაც ხო. ამიტომ დღეს რა თქმა უნდა, იცით რა არის ძალიან ცუდია პაციენტების უმეტესობა ირჩევს, რაც უფრო დაბალია ბიუჯეტი, იქით ისწრაფის პაციენტი. ერთი სამზარეულო გვაქვს. ნახეთ, ჩემთან პაციენტი მოსულა, იცით რა არის? თქვენთან ძვირი არ ყოფილა. რატო? ვაიმე ესე თელ საქართველოში აი დიეგოსთან რომ მიხვიდე, ეს რა ქვია, ხო, აი ეს რა ქვია, თირკმელი უნდა ამოიღო ერთი წელი და ქმარსაც უნდა ესესხო მეორე თირკმელი. ფას რო გაიგებს მე გაჩერებულია, ბაცი, მეტი მეგონა. ნახეთ, როგორი რაღაც არის ორ ნაწილად შეიძლება ეს გაიყოს, არ ნიშნავს. ნახეთ, აი სწორად მინდა ვთქვა, მაღალი ხარისხი არ ნიშნავს, რომ კარგი შედეგი დადევი, ან დაბალი ხარისხი, რომ ცუდად შედეგს დად. ჩემთან არ არსებობს პაციენტ ყველანაირად ბიუჯეტურიანი რისი საშუალებაც აქვს. პაციენტს ისე ვაკეთებ, რომ სწორად გეგმავ. აი ეს მაგ და მე რო შეცდომა დაუშვა რაღაცა იქ რაღაცა გაურთულდეს პაციენტს. უკვე ეგ არ შეიძლება, მაგრამ უხსნი რა, ესე არ გამოვა. უყვართ ხოლმე ძირითადად წინა კბილებზე გამიკეთე ცირკულები და საღეჭებზე გამიკეთე მეტალოკერამიკა. ადრე გავაკეთე ესე და აი კატასტროფა იყო. უკვე მივხვდი რომ ეს ვერ დავაბალანსე ეს ყველაფერი, იმიტომ რომ იქ მითხრესო კლინიკაში, რომ საღეჭებზე უნდა გაიკეთო ჯერ ერთი ხიდებს მე არ ვაკეთე პირის ღრუში, მეტალოკერამიკები ჩაისვი, იმიტომ რომ ის არ გატყდება. როგორ არ გატყდება, ყველაფერი გადატყდება და ასე შემდეგ. ამიტომ გუნდურად მუშაობ, ოლგა, აუცილებლად ორთოდონტი და პარადონტოლოგი აუცილებლად. დიეგო, რას ფიქრობ იმაზე, როდესაც მხოლოდ ზედა ყბის კბილებზე ეკეთდება ვინირები, პირობითად ვინირები ავიღოთ და ქვედა ყბაზე არა. თუმცა პაციენტი იყიმის და ჩანს, რომ ზემოთ გვაქვს უფრო ლამაზი, უფრო თეთრი, უფრო სწორი კბილები. ნახე, ოლგა, კიდე ერთხელ ვამბობ, თუ მე პაციენტი მომეწონა ღიმილში კბილებს არ უკეთებს, სიმეჩხერების დახურვაზე მოსულა პაციენტი იმდენად მომწონებია მისი ღიმილი, რომ უარები ითქვამს. მორფოლოგია ძალიან კარგი. კბილის გამჭვირვალობა აქვს 90%. ფოტოს რო უღებ, ძალიან კარგად ჩანს ეს ეკრანს. უი რა ლამაზი კბილები მქონია პაციენტის, ვერ აღიქვამს მას. იმიტომ რომ სარკისებულად კბილებს როცა უყურებს პაციენტი, სიმეტრიის დანახვა ძალიან ძნელი, ამიტომ ფოტოაპარატი გადავიღებ და ეკრანზე ვაჩვენებ. აბა გადაიღე სელფი. სალითვალი დაბალი გაქვს, აუცილებლად სელფის გადაღების დროს. აი დაშვებული გაქვს ქუთუთო. იმიტომ რომ სარკისებულად იღებს ამას. მე რო წინა გადაგიღებ და ეკრანზე გაგიშვი, უკვე ხედავს პაციენტს, იმიტომ რომ გედავება, ეს მხარე ჩამოწეული მაქვს, არ არის ესე. თუსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აი თქვენ შეკითხვას რაც შეეხება, ვინირები მიყვარს ძალიან, ჩემთან 90 კი არა 100% ეწერება ვინირზე და 100% უკეთებს ცირკონს. თუ სავინირია პაციენტი, ნახეთ, და უნდა თეთრი ვინირი. ჯერტი თეთრი ვინირი არ არსებობს. იმ ცირკონებით, რისაც ეს ჰარმონია იქნება ლამაზი ღიმილს, ამით ვინირს ვით ვერ მიაღწევ. თან ვინირებთან ურთიერთობა ძალიან მეშინია. ეს უნდა იყოს სწორად დაგეგმარებული. რაც არ უნდა სწორად დავაგეგმარო, მგონია რომ ჩამომივარდა ერთი ვინირი და მე ისევ მიწებებია პაციენტისთვის და ასე შემდეგ. მაგრამ პაციენტს უთქვია ჩემთვის რომ ვინირი მინდა. თეთრი ვინირი. კი ბატონო, გავაკეთეთ თეთრი ვინირი. რა თეთრი ვინირი გააკეთე? შენ თუ ვინირს აკეთებ, კბილი უნდა იყოს პრეპარირებული მინიმალურად. და უთხელესი უნდა იყოს ისა. მე რო დავადებ, ჩაიხედება, დიეგო იქ რაც მოვედი, იგივე გამიკეთე. თქვენ უბრალოდ ცოტათი ფორმა კლამაზი. მომახსნევინა პაციენტმა.
ამიტომ კიდე ერთხელ ვამბობ, ერთი 3 თვის წინ გავაკეთე ერთ პაციენტზე ერთი ვინირი და მე გავაკეთე 5 წლის წინ. всё. უფრო მეტად გვირგვინები. გვირგვინებია, იმიტომ რომ მას თავის ჩვენება აქვს და აი ესე უნდა დავაგეგმარო ეს ყველაფერი მე რა. ამიტომ ვინირ თესს არ ვპირდები პაციენტს. თან თუ სავინირი პაციენტი მოვიდა და უნდა რომ უბრალოდ ფორის ხელს არ ვკიდებ. არ გირჩევ მეთქი ვეუნები პაციენტს. გაითეთრე და გააგრძელე მკურნალობა, იმიტომ სამწუხაროდ 30-35 წლის პაციენტები მოდიან აი ძველი 20 წლის ასაკში გაიკეტა 22 წლის ატარა 10 წელი და ყველა კბილები ამოსაღებია მე. და დარჩა 35 წლის ასაკში უკბილო. კარგი, მოდი ტოპ 3 მიზეზი რატო არ უნდა გავიკეთოთ ვინირი? რატო არ უნდა გავიკეთოთ არა? ვინირი მიყვარს ძალიან, მაგრამ რატო არ უნდა გავიკეთოთ? თუ მორფოლოგია კბილის კარგია, თუ ის გამჭვირვალობა და ვიზუალს, აი ღიმილში, აი ცოტათი დაგრეხილი კბილების იმდენად მომწონებია პაციენტის მისი ღიმილი, რომ ვინირი გამიგეთ, მოდი ჯერ გაისწორი, რო გაუსწორები, მე აღარს მოსულა. თუ მორფოლოგია აქვს კბილის ძალიან კარგი. კბილს არ უკეთებ და არ უნდა გაიკეთოს პაციენტმა. და მესამე, ძალიან კარგი მდგომარეობა აქვს თვითონ კბილის სტრუქტურა, მაგრამ ღრძილზე აქვს პრობლემები. იმიტომ რომ იქ ვინირთან თუ კარგად არ დასვი, ნებისმიერი გვირგვინი ან რაღაცა მე იწყება პრობლემები. და გააჩნია კიდე ჩემთან მოდის 45-50 წლის ქალბატონი და მინდა ვინირი. აი აბსურდი არის რომ 50 წლის ქალბატონს გავუკეთო ვინირი, მე შემთხვევა არ მქონია. რატომ? იმიტომ რომ ცვეთა აქვს. იქ ემალი ესეთია რომ მინდა თეთრი ვინირი. ყველა აგერ მყავდა პაციენტი ხლა 51 წლის, აი ულამაზესი ქალბატონი, მოცვეთილი კბილები და მინდა ვინირი. გოგონა მოყვა და უთხრა რომ ერთ-ერთ კლინიკაში უთხრესო რომ ვინირს გაგიკეთებთო და ქალბატონს შევხედე სურათები რომ გადაუღე ერთი თუ ვინირს თუ აკეთებ, ჯერ ერთი თანკბილა როგორ უნდა აწიო. ან იმიტომ რომ ცვეთა აქვს, ისევ მოკლე კბილები გამოვა. ტექნიკოსი ვერ მიიღებს აქ ვინირს, ახლა თუ ვინირს აკეთებ, ესე გვირგვინი არ უნდა გააკეთო, ვინირია მიაწებე და ცოტათი გადადიხარ, ან ზუსტად რაღაცა ტექსტურას სვლი კბილისას, ხო ხვდები და შენ თუ ეს არ დაიცავი და მოცვეთილ კბილებზე ვინირი შეპირდი, პაცი მოკლე იქნება, ის მოძრება. ამიტომ რაღაცა ასაკის არსებობს, რომელიც იქ ვინირი არ უნდა გამოვდა, არ უნდა შეპირდო. ან შეგიძლია ვინირის მასალით გვირგვინები გაუკეთო, რომ თანკბილაც დააბალანსო. ჩვენ საუბრობთ ხა ესთეტიკაზე, თუმცა მოდი ფუნქციას შევეხოთ და მაინტერესებს არის თუ არა ესთეტიკა, ფუნქციის გაგრძელება. თუ ეს ვთქვათ ეს ორი ზოგჯერ ეჯახება ერთმანეთს. აუცილებლად. ფუნქცია, ფონეტიკა. კი. ნახეთ, ძალიან კარგი შეკითხვა არის, პაციენტები მოდიან ჩემთან, მეუნებიან, რომ მინდა ფუნქცია აღვიდგინო. კი ბატონო, ჩავხედე პირის ზურში ესთეტიკა. არა, ესთეტიკას მაინდა-მაინც ყურადღებას არ ვაქცევ. კი ბატონო, მაშინ ეს ხდება, კბილები არა აქვს პაციენტს და გადავამისამართებ იმპლანტოლოგთან და ჩასვამს და აღვდგენ იმას, რა ქვია, ღეჭვას, უბრალოდ ფუნქციას. მაგრამ ორს თუ გადავიყრები ერთად, აი არ მიყვარს საშინლად ოლგა ჩამოსული პაციენტების, მე მესმის, ჩვენი ეს ქართველი ემიგრანტები, რომელიც წასულები არიან და მოდიან დიეგოსთან და იცით მირეკავენ ძალიან ბევრი მწერს. ორი კვირით ჩამოვდივარ. ჩქაჩქარა. რა პრობლემა გაქვთ? ამიტომ მე ვცდილობ, რომ პაციენტს არ ვემესიჯო, საქართველოში არ ვიმყოფ. მას დახმარება ჭირდება. ვეუნები რა, ჩავინიშნავ, სახში ვიქნები საღამოს 10 საათზე, 11-ზე, ჩაგერთვები და არ ვზარდები პაციენტს. აი ზუსტად ეხლა გუშინ წინ ორ პაციენტს ბილეთი დავაბრუნებინე. ჯერ რო ეკრანზე გამიღიმა, ღრძილების პრობლემა. კბილები მე რყევაო, მაგრამ მითხრეს რომ გავასწორებთო, ხიდებს შევკრავთო, ერთ-ერთ კლინიკას ვისაუბრეო და ჩამოდით და ამას დაგიგავ. მეთქი არ არსებობს ესეთ რაღაცას მე არ გაიგეთებ, ჯერ ხიდებს არ გაიგეთებ. ეს პრობლემა გაქვს, ეს. ვაიმე თქვენ გაიხარეთ. თქვენს გამო ჩამოვდივით 15 წლის წელია საქართველოში არ ყოფილიყო და თქვენს გამო. დრო რამდენი გვაქვს? აი 3 კვირაზე მეც დიეგო ექიმო არ მომცემენ. არა, რას ლაპარაკობ. ბევრი რამე აქვს მასაგვარებელი პირის ზურში და არ მიყვარს საშინლად მირჩევნი რომ პაციენტთან დავგეგმო, ჩაისვა იმპლანტი, ჩამოდი 1 წელიწადში, მე გაგიკეთო დრო უნდა მომცე 2-3 თვე. ან გაფრინდი. მაგრამ ხშირად აკეთებენ პაციენტები, ხლა მე ამერიკას არ გულისხმობ. ევროპის ქვეყნებს ძირითადად 3 საათში ხარ, ზუგდიდში უფრო დიდხანს მომდენ ბანკანით ჩასვლა, ვიდრე საბერძნეთიდან ან იტალიიდან ჩამოფრენს, ხო? და უგეგმა ამას ყველაფერს ხელს უწყობ მაქსიმალურად პაციენტს. არასდროს ტოტალურ სამუშაოს არ ვაკეთებ ორივეს ერთად, არ ვქლება ამ ორი ცხვილი ეს ამბავი. ფუნქციას ჭირდება მეტი დრო. აუცილებლად, იმიტომ რომ შეიძლება ნახე, ძალიან ლამაზი ესთეტიკით გავიდეს პაციენტი და ფუნქცია გამოგეპარა. აი დაიწყება დიდი პრობლემები. მქონია სამწუხაროდ მე ამას სიამაყით არ ვამბობ, ჩაისვეს კბილები
და მე იქიდან დამიკავშირდა რომ ვიცით რა არისო დაძაბული მაქვს, ტკივილები მაქვს, კბილს ერთმანეთს ვერ ვაჭერ, დაგრძელება მაქვს კბილის უკვე მივხვდი რომ თანკულის პრობლემა, იმიტომ რომ ესე პირდაპირ ტრაპზე ჩაცემენტებული კბილები ცოტა რთულია რა და მე მაგას ნერვიულობ რა, ეს ჩხარა გამიკეთებია, მუდმივად მიკაკუნებს, იქ ვერ მივალ, დიდი ჰონორარია, რა მეშველება, ეხა 2 წელი ვერ ჩავდა. აი ამ შემთხვევაში, როდესაც პაციენტს აქვს გართულება, ვინ არის მართალი? ფუნქციის აღდგენის თვალსაზრისით. იცი რა არის პაციენტის ჩქარება, ექიმი დათანხმდა. ორივე ვართ დამნაშავე, მაგრამ ძირითადად კიდე ერთხელ ვამბობ, საექიმო შეცდომა. მე ასე ვფიქრობ, რატო იცი, ჯერ ჩვენ არ ვითვალისწინებთ, ახლა იქ არის როდესაც ტოტალურ სამუშაოს ვაკეთებთ, ხო? და ძალიან კაი ტექნიკოსი გყავს, იმან დაუპრებ ეკბილი ძალიან კარგად, მაგრამ აქ უცებ გამოგეპარა, იმიტომ კლევები მყავს პაციენტ დავიბარებ მე-3 დღეს, მე-4 დღეს. გადაეტვირთა, მაგრამ ექიმსაც მაინდა-მაინც ვერ დავაბრალებ, რა გაგებით ვიძახი, იცით? სატექნიკო შესრულებაც და საექიმო შესრულ ორივე პაციენტიც არის დამნაშავე და მეც, მაგრამ ამ შემთხვევაში პაციენტი ყოველთვის მართალია. თუ ესე იყო, ვიცი რატო გამიკეთებ, გეტყვათ, მაშინ გავიკეთებდი ესე და ვიცი ბილეთს გადავწევდი. ყოველთვის მოგაწვევა პაციენტი. რა მაინტერესებს დღეს შენი აზრით ჩვენთან საქართველოში უფრო Instagram ღიმილებს აკეთებენ თუ ფუნქციურად გამართულ რეაბილიტაციებს? ორივეს აკეთებენ, იმიტომ რომ მაგრამ ნახე, ჩემთან როგორ არის ახლა? ჩემთან ძირითადად მოდიან დაახლოებით 90% ესთეტიკისთვის. ვეძახი ორთოდონტს. შეხედე პაციენტს, შეამოწმე, დიაგნოზი დასვი, შემიძლია თუ არა. პაციენტი ჩამოსულა ერთი თვით პაციენტი, მეთქი საკმარისია რომ 10 კბილი ჩავსვა ერთ თვეში, ყველაფერი კარგად მოგიწესრიგდა და ორთოდონტი შემოსულა და დიეგო წელიწად ნახევარი ამ პაციენტს ვერაფერს ვერ გავუკეთებ. აი პაციენტს უკვე უთქვამს, ვაი, მე რა ვქნა. მეთქი ვერ გავაკეთებ. თუ დამთავენ ნებას ასე შემდეგ. ამიტომ რაღაცა მომენტები არსებობს, რომ იქ სახსარი კარგად დაიჭირო, იმიტომ რომ ამდენი გართულებები ადრე არ მქონდა. არ იყო სტომატოლოგია, სად იყო ორთოდონტია, ეხლა შემოვიდა პარადონტოლოგია, ღრძილთან ურთიერთობა. გავიგეთ, რომ ამ ლამაზ კბილებს ვაკეთებთ, მაგრამ აქ სხვა რაღაცაზეა კიდე საუბარი. კომპლექსურად ვდგებით უკვე. ხო, იმიტომ რომ ეს მომიტანა გამოცდილება, აღარ მაინტერესებს სწორად გამიგე ვინ ლამაზ კბილებს აკეთებსა და ვინ ებრძვის ერთმანეთს და ასე შემდეგ რა. ღრძილთან ურთიერთობა, გააჩნია კიდე ძალიან ამას წინებზე მყავდა პაციენტი, ქალბატონი 50 წლამდე იქნებოდა, ძალიან ლამაზი გაკეთებული სამუშაო ჰქონდა. ძალიან ცუდია რომ დადიან მე კლინიკა და ამოწმებინებ რაღაცა არ მოსწონს. მოვიდა ჩემთან. მე აქამდე არც ვკითხულობდი ვის და მოვხსნიდი პირდაპირ, მაგრამ ამდენ მეგობარი მყავს ახლა სტომატოლოგი და ასე პირდაპირ ვკითხულობ. ვისი არა იცი ჯერ გამიკეთე და მერე გეტყვით, გამორიცხული არის. იქნებ ჩემმა ძმაკაცმა გამიკეთა, იქნებ ჩემმა ძმამ გააკეთა, ვიღაცამ გააკეთა, ხო? ვკბირდებით რომ არაფერს არ თქვენ შემიცვალეთ, მე იქ არაფერს არ ვეტყვი მაგას, თქვენ არ არსებობს რომ ხელი მოვკიდო ესეთი რაღაცა. აი ნახეთ, 1 წლის წინ გავიკეთე მასთანო, პაციენტთანო, ისა ექიმთანო, სამუშაო ძალიან კარგი მდგომარეობაში ჰქონდა, მაგრამ რეცესიები ჰქონდა. ქალბატონი არის 50 წლამდე. მეთქი ამ ხნის მანძილზე ეს არ არის უკვე ექიმის შეცდომა. ჩემთან რომ მოდის რეცესია დაუშვათ უყვარს ძალიან მე-11 კბილზე, ან 21 კბილზე, ან 6-ზე, ან მე-6-ზე, მე-16 ან 26-ზე. ძალიან უხეშად არასწორი გამოხეხვის დროს, თხელი ბიოტიპი როცა ღრძილი პაციენტს ვაფრთხილებ, არ უნდა აგრესიული ხეხვა ამას. მიხვდით და წავიდა რეცესია, აიწია ღრძილის ზევით და ეუნება და სადაც მივედიო კლინიკაშიო და არასწორად რო იჯდაო, იმიტომ როგორ 1 წელია გაკეთებული გაქვს და ეხლა არასწორად როგორ იჯდა. ხო, არასწორად გამოიხეხე. უი მართლა ჩამოაწევინე ერთი ღრძილი, ან შეცვალეთ 1 წელი გვირგვინი. ამიტომ ეხლა მე ხიდებს რატო არ ვაკეთებ? რაღაცა მოხდა, დამემართა და ყველას ემართება ეს 20 კბილიდან ერთ-ერთი გატეხა პაციენტმა. ერთ წელს უცვლი. არა გარანტიასაც იდო ზოგადად გარანტიებს არ ვიცი, მაგრამ წელიწადში 20 კბილი ჩავსვი და წელიწადში 1 კბილი ტეხოს პაციენტმა. რამდენი წელი გამოვიდა? 20 წელი. მაგრამ სხვა პრობლემები დაიწყება გენეტიკაში, რომ გვიან გაურთულდეს პაციენტს ან რაღაცები, ამიტომ არავინ არ დადის ესე წელიწადში ორჯერ ჩემთან კონტროლზე. აი, მაგრამ მაინც დამნაშავე ყოველთვის ექიმს აბრალებენ მე სამწუხაროდ. დიეგო, აი ამ შემთხვევაში რა შეცდომას უშვებს პაციენტი და ზოგადად რა შეცდომას უშვებს პაციენტი, როდესაც მოდის კონკრეტული ადამიანის ღიმილის მაგალითით. აი მე მინდა ანჯელინა ჯოლის კბილები. ხო, აი მე მინდა ანჯელინა ჯოლის კბილები. მითხარი. კი ბატონო, რა შეცდომა დავუშვი? ნახეთ ახლა ანჯელინა ჯოლის კბილები რომ მოსწონს მას და ასე შემდეგ. ნახეთ გვაქვს ორი ეპოქა. ესე ვიტყვი, ჩვენი ესე თანამედროვე ეპოქა და არის ძველი. რა ვთქვათ, რენესანსის ეპოქა.
მაგ ეპოქაში, აი მე პირდაპირ გეტყვით, მე როცა ჩანახატებს ვაკეთებდი ხოლმე და ხატავდი ხოლმე. პედაგოგი მეტყოდა ხოლმე, ნუ გამოუჩენთ კბილებს, იმიტომ რომ ძველი, როდესაც აი დავუშვათ მონალიზას ღიმილი, როგორი იდუმალი ღიმილი აქვს და კბილები არ ჩანს. როცა მაგას ხატავდით ხოლმე, ხო? იქ არის რომ ის ხასიათი უნდა გადმომიყო მე და ასე შემდეგ, მაგრამ იმ ძველ ეპოქაში ჯერ სტომატოლოგია იყო ნოლზე. ამით დავიწყებ. აი ეს თავდაჭერილი და ლამაზი ღიმილი უბრალოდ იყო ძალიან ესეთი მოდაში არისტოკრატებს ჰქონდათ ეს დამახასიათებელი. დააკვირდით ძველ ნახატებს, ძველ ფოტოებს, არსად კბილები არ ჩანს. იმიტომ რატო სტომატოკბილები აკლდათ პაციენტებს. პრობლემები ჰქონდათ, სად იყო მკურნალობა ესეთი, მაგ პერიოდში არავინ არ ბიჭდა, პირდაპირ ექსტრაქცია იყო კბილების ამოღება. უმეტეს წილ პაციენტებისას აკლდათ კბილებს. სტომატოლოგია ხო აბსოლუტურად განუკითხაობა იყო, არ მკურნალობა პირდაპირ იღებდნენ. ამიტომ ეს უკვე მაგ მომენტში, მაგ პერიოდში ყველა იღიმის. აი ეს კბილებს არავინ არ აჩენს. მაგრამ ეხლა ვართ რა ეპოქაში, ნახეთ, კოსმეტიკა, ესთეტიკა, გაშლილი ღიმილი უნდა პაციენტს, დიდი კბილები, ბევრი იკეთებს, რომ აი უნდა წარმოსაჩენი ქონდეს ღიმილი. ხო, რაღაცა. ადრე ეს არ იყო. ეს ადრე იცვლებოდა სირცულად და ვინ იმ ეპოქაში რატო იცი? იყვნენ ვინ? თეატრის მსახიობები. საიდან წამოვიდა მე ჰოლივუდის ღიმილს ვერ ვიტან ამ სიტყვას საერთოდ რომ იცოდე. რას ნიშნავს ჰოლივუდის ღიმილი? რას ნიშნავს? ხო. აი რას ნიშნავს ჰოლივუდის ღიმილი? აი ნახეთ იმ ეპოქაში აი ესენი რა ქვია, პირდაპირ ვიტყვი, კომიკოსები, მსახიობები, აი ეს თეატრი იქნება თუ კინო, ვისაც ეფექტური სახი ქონდა ვიზუალი, მაგას აღიმებდნენ. ესე გაღიმებული იყო. იქიდან წამოვიდა ეს ჰოლივუდის ღიმილი და რაღაცა რომ კარგად ჩანდა, მაგრამ იმ ძველ ეპოქაში მე რასაც მე რენესანსის პერიოდს გულისხმობ, იქ არავინ არ იღებდა, სირცხვილად მიიჩნეოდა. ამიტომ ყველა ნამუშევარი რო გადახედო აი უბრალოდ ღიმილია და ყველას ნახეთ როგორი აკადემიური გარეგნობა აქვს და ესეთი ლამაზი. დღეს უკვე ამა ჩვენ მოკლებულები ვარ და უნდათ ჩვენ ქართველებს ზოგადად საერთოდ დღევანდელ ეპოქაში ყველაფრის წარმოჩენა გვიყვართ. მანქანა ვიყიდე, უნდა დადო Facebook-ზე აუცილებლად. კბილები გაიკეთე, აი მონიშნა დიეგო ზარანდი, აი დიეგო ზარანდისთან გავიკეთე კბილები. წარმოჩენა, ამის ცუდი არაფერი არ არის. და რა შეცდომას უშვებს მე ეს ადამიანი? რომელსაც უნდა ანჯელინა ჯოლის კბილები. თუ შეცდომამდე მივა და უკვე ვიცი რომ პაციენტმა შეცდომა უნდა დაუშვათ, მე ხელს არ ვუკიდებ მას. გიხდება ეს ღიმილი და მოდი რა ატარი კიდე 10-15 წელი გადაცდი 40 წელს, გააჩინე შვილები. რაღაცა კენი, იმიტომ პირდაპირ, აი ხშირად მყავს 1-20%, იცით დიეგო იქიმო სექტემბერში მაგ ჯურის წერა, აგერ ამას წინებზე მყავდა 23 წელს, ულამაზესი გოგო, აი ტექსტურა ქონდა კბილის, დაჟე ჩემს ტექნიკოსად ჩაუგდე მორფოლოგია კბილის ისეთი შიდა ფენები, აი ბზარები, ყველაფერი მინდაო თეთრი კბილები. გამორიცხულია მეთქი, გამორიცხულია, ამას მე არ გაგიკეთებ. რატო ამიხსენით? იმიტომ რომ ხარ 23 წლის. ამას მიხვდებით ჩემს სასაკში რომ ძალიან დიდი შეცდომა და მუდმივი არაფერი არ არის ვეუნები პაციენტს. უი კარგით მაშინ დაგიჯერებ შვილებს რამდენ შვილზე მოვიდე, რა ვიცი, გამრავლდით და მე მოდი ჩემთან. რაღაც ასაკს გადაცდი, იმიტომ რომ გვიან ხვდებიან მე. იმიტომ რომ კიდე ერთხელ ვამბობ გულდაწყვეტილი პაციენტები 30 წლის პაციენტი რომელიც დამიტოვებია უკბილოდ, ყველას ქონდა შეცდომა დაშვებული 20 წლის ასაკში გადაიკლება კბილები. შეცდომებზე მინდა კითხო. რა არის Turkish smile? რატომ აზიანებს და თუ აზიანებს ის ჩვენს ქართულ ბაზარს? თურქეთი ახლა. იცი რა არის? ხო, მივხვდი ძალიან კარგი შეკითხვა. ვიცი, ეს არის მარკეტინგული ესე პირდაპირ მე მინდა ჩემს ქართულ პაციენტებს, იმიტომ რომ ახლა ამას წინებზე გუშინ უფრო სწორად ჩამერთო ერთი პაციენტი, თქვენ შესახებობ გვიან გავიგეო, თურქეთში მივფრინავო კბილების გასაკეთებლად, მაგრამ თქვენც მინდა გაგესაუბროთო. ჩვენი ქართველი პაციენტი, რომელიც ან თურქეთი უნდა წასულიყო, ან საქართველოშიც აკეთებენ კბილებს. მე ვთქვი ძალიან კარგი სპეციალისტები გვყავს. რატო თურქეთი მაინდა-მაინც? იცით რა არის? იქ დააძინეს, უცებ 2 საათში კბილები ჩაუსვეს, ჩაუხრახნეს და ეს არა ბედნიერია პაციენტი. აი მე შენ მოიკითხე ის პაციენტი 1 თვის შემდეგ, 6 თვის შემდეგ. პირდაპირ ვეუბნები ჩვენ საქართველოს მაცხოვრებელი პაციენტი, რომელიც მიკავშირდება თურქეთში წავიდე თუ თქვენ რამდენ ხანში თურქეთში გითხეს 2 კვირაში ტრანსფერი ხდება, იქ კარგია, რაღაცა ესეთი რაღაცეები. მოდი და ჩვენც დავხვდე, კაცო, რა მოდი სახლში წაგიყვან მეთქი რა. დაგაწვენ. დიდი შეცდომა იქნება. მე ეწყებათ ტკივილები. ზუსტად 1 თვის წინ გაიკეთა ქართულმა ქალბატონმა თურქეთში კბილები, დამაძინესო იმპლანტები ჩაუსვეს, ეგრევე დაუტვირთეს სამუშაოები და აი ეკრანზე რომ ნახე, აი გული გამისკდა რამის. სისჩაქცევები ქონდა, კაი, გავიგე ეს რომ იმპლანტაცია გაიკეთა და ეს ხდება ბუნები რაღაც, მაგრამ აი ესე მელაპარაკებოდა პაციენტი. სახს არ იეჭირა ხელით. რამდენი ხანი გავინავ? 3 თვეო.
და ჩემთან რატო დარეგეთ? ვაიმე რა შეიძლება? მე უნდა გადაფრინდით და ისევ კი მითხრესო, რომ ჩამოვდით და სადამა გამდენი საშუალება კიდე გადაფრინდით და კიდე რაღაცები გავიკეთო და ასე შემდეგ. მაგრამ ეს მარკეტინგული ხრიგი და მე ვეტყვი ჩვენს ქართველ პაციენტებს საქართველოში მაცხოვრებთ მოერიდონ თურქეთს. თურქეთში თუ კბილებს გაიკეთებ, მაქსიმალურად ისეთ ერთად-ერთი ორი ექიმი იქნება, ვინც თან აი ეს ორ დღეში კბილებს არაკეთებს და ასე შემდეგ რა. ნახე, არ ითვალისწინებენ საერთოდ არაფერს. დროზე ვისაუბრეთ და მინდა ფასსაც შევეხო, მაინც საქართველოში ვცხოვრობთ და დიეგო, რატომ არის ერთსა და იმავე მკურნალობაზე ფასთა ასეთი დიდი სხვაობა? რას იღებს პაციენტი პირობითად 3000 ლარად და რას იღებს 10000 ლარად? ძალიან კარგი შეკითხვა არის. ნახე, ამას მე გავუყოფ ორ ნაწილად. პაციენტი მოდის, უნდა იაფად გამოვიდეს და ხარისხიანად. მე შემიძლია იაფად გავაკეთო და ხარისხიანადაც. მაგრამ ხარისხი კიდე შემიძლია რამოდენიმე ნაწილად გავყო. ის ესთეტიკა, რომელსაც მე ვქმნი, ის არ მოგეწონება და მეორე, რომელსაც მე იმას მარტივად შევქმნი. დღეს ციფრული დაგეგმარება არის სტომატოლოგიაში. ჩემმა ტექნიკოსმა გამოჩარხა კბილები, ძალიან მარტივად შევქმნით მე და ჩემმა ტექნიკოსმა, ხო, ისა რა ქვია, დიზაინი კბილებს ჩაუსვით, ჩაიხედა სარკეში და აუ დიეგო ექიმო ეს არ არის ის რაც თქვენ იმას გავუკეთეთ. აი ეს არის. მიხვდით? და პირველ მაგაში დღეს არავინ არ კითხულობს ვინ. რატო და მივესალმები მაგას. როცა აი 3000 ლარში შეუძლია პაციენტმა ის ჰოლივუდის ღიმილი რო დავარქვათ, გაიკეთოს ლამაზი ღიმილი, ბუნებრივად ლამაზად, ან არა აქვს მნიშვნელობა და შეგიძლია გაიკეთო 10000 ლარად. მაგრამ პირველ რიგში მე ზოგადად ტიპი ვარ ესე და დამეთანხმები კიდევაც. პირველ რიგში ექიმის სტაჟს მივაქცევ ყურადღებას აუცილებლად. გამოცდილ. რა დონეზე კითხულობს წიგნებს, როგორ საუბრობს ექიმი, რა გამოიარა მან, გავიკითხავ ერთთან, მეორესთან, მესამესთან, ეხლა უშეცდომი ექიმი არ არსებობს, ეხლა ვიღაცამ რომ მითხრას რომ მე შეცდომა არ დამიშვიო, არ დავიჯერებ მაგას ზოგადად, მაგრამ და მისი მუშაობის პირველ რიგში არის მუშაობის სტაჟი რა, რამდენი აქვს, შეიძლება კონდეს 1-20 წელი, მაგრამ ერთ ადგილზე გაჩერდე რა. მიხვდი? მაგრამ მე მაგალითად ჩემი თავი რა ვქენი, ძალიან გვიან დავიწყე ეს ყველაფერი, მაგრამ ძალიან დიდი თანხა ჩავდე ჩემს თავში. მე არანაირ ვალდებული არა ვარ, თქვენ რაღაცა 20 ლარად ჩაგისვათ კბილები. სხვა სიტყვებით, შენთან პაციენტი რომ მოდის, შენ მას სთავაზობ მკურნალობის ერთსა და იმავე მკურნალობაზე მაქვს საუბარი, სხვადასხვა ღირებულებას, იგივე თქვა 3000 ლარად მე შემიძლია ეს გაგიკეთო. კი, როგორ არა? პირობითად არჩევა და შემიძლია 1000 ლარად ეს ძალიან კარგი გაგიკეთო. მოწეული მეგობრები. იმიტომ კი რომ ვერ აკეთებენ რაღაცას. უბრალოდ ვერ აუდივარ პაციენტებს. იმიტომ რომ ორ კბილს სამ კბილზე როცა მოდიან, ხო, ჩემი ლაბორატორიაში აკეთებენ, ხო, მაგას. ვთხოვე, მოსახსენებელი პროტეზი უნდა დიეგო ექიმთან გაიკეთონ. იმიტომ კი რომ არ ვკადროლობ, უბრალოდ დრო არ მაქვს ხოლ გამისთვის რა. აბა შენი გუნდიდან გამომდინარე, მარტო შეძლებ რამე ეს ხო რამდენ რამეში გეხმარებიან. მასეა. ამიტომ ყავს ძალიან კარგი ორი მეგობარი, რომელიც ეს მეხმარებიან ამაში. და ასე შემდეგ. იმიტომ კი არ თუ ჩემთან გინდა გაიკეთე და თუ არა და იქით დაგზო, მაგრამ უძლიერესი სპეციალისტები არიან. უბრალოდ ეხა მოსახსენებელ პროტეზებს მე ვერ და ვთხოვე, აგიყვან მოდი ჩემთან მოგიწვევ კლინიკაში, უბრალოდ უნდათ ჩემთან გაკეთება, რატო გავუშვე ეხა ჩემი პაციენტის დედა, ისე რა დიეგო არ აკეთებს, არ კადრულობს რა, იმას, ესე იციან ხოლმე რა. ესა ექიმის ნათქვამი, არ ღებულობს 60 წლის როგორ არ ღებულობ, უბრალოდ ჩემთან არ ხვდებიან. კითხვა მაქვს, ეხლა რომ დავარეკო ზარადენში, შენს კლინიკაში და მინდა კონსულტაციაზე ჩაწერა დიეგო ზარანტიასთან. დღეს არის სამშაბათი, ხო, თუ არ ვცდები? დღეს არის 17 რიცხვი სამშაბათი. რამდენ ხანში? ხვალმე მოგახვედრებ ან ზეგ? მართლა? აუცილებლად. ესე იგი, კარგად სტრუქტურირებულად მუშაობს კლინიკა. აუცილებლად მე გავაფრთხილე მე, ჩემი მენეჯერები, ადრე იყო რომ დავიწყე ისეთ ადგილია, ვაიმე ძალიან თუ ჩამოფრენილი ვარ. პაციენტმა და ის ერთი კვირა ჩემთვის ადგილი არ აქვს. გავაფრთხილე მენეჯერი, პაციენტი მიაწერე პაციენტს. მე იცით რა არის სწორად, კიდე აუცილებლად, იმიტომ უსებ გავდივარ, იქ დაუძახებ მე სოფოს, იქ დაუძახებ. ეკას, იქ ვიღაცას დაუძახებ, რომ გოგო მიხედეთ, სანამ მეორე პაციენტს მიხედავ, რომ რა უნდა. მე გავდივარ, იმიტომ რომ ჩემთან ვინც კლინიკაში მოდიან, სულ აი კბილის აბჟენაზე, იმპლანტაციაზე, სულ რეკავე, რომ დიეგოსთან ჩამწერეთ იმპლანტაცია. ჩემთან გადის ყველგან პაციენტი. და აი მე ვანაწილებ გუნდთან ამას. არ არსებობს რომ მე პაციენტს ერთი კვირა ვალოდე, არ არსებობს ეგეთი რაღაცა. ხვალმე ვერ მოხვდები, ადგილი არ არის, დამირეკეთ მე და მოგახვედრებთ. რატო იცით, როცა პაციენტი რაღაცას იცხოვს და ეჩქარება, ესე არ არის, მე არ მესმის უბრალოდ ცუდად არ ვსაუბრობ მას. ამას წინებზე ერთ-ერთ რაიონში
არ ვიტყვი ახლა ქალაქს და მიკავშირდნენ სამეგრელოდან და ვერ ჩამოვალო თბილისში და კბილი მაწუხებს ძალიანო. შეგიძლია ვერ გადამ? კი. პასუხი მომივიდა ესეთი, დიეგო, აგვისტომდე ადგილი არა, ნოემბრის ამბავს გიყვები. როგორ ახლა დავიჯერო აგვისტომდე ადგილი არა იმ თერაპევტს, ვაიმე არაო. მეორესთან დავრეკე, მოდი არა მათ ჩემი სახელი არ ახსენო მაშინ. მესამე დღეს მოხვდა კლინიკაში. რატო იცი, აი ვიცნობ იმ ექიმს და მეთქი დიეგოს ჩემი სახელი დაურეკე და მოგაქცევს ყურადღებას პაც იმიტომ კი არა სხვა ამოწეროს ან დაუშვათ რაღაცა თუ ესე გაწუხებს პულპიტი აქვს ადგილები ღმერთმა ხელი მოუმართოს კაცო როგორ ახლა 8 თვით ადრე პაციენტების ჩაწერა ხა არსებობს ეგეთი კლინიკა რომელიც 8 თვე ვერ მიხვდები ერთა იგივე ექიმთან კარგი, ეს ხო იმაზეც მიუთითებს, რომ კლინიკა მუშაობს კარგად, პროცესები დალაგებულია. კი, არც ვაყენე, მიიღო რომ აი ის მქონდა, რა ქვია, ქაოსი მქონდა, იქ პაციენტს ვერ აქცევდი ყურადღებას, იქ მე ბრაზდებოდა, მე პირადში მწერდა, მე არ მახსოვდა, მე მიბრაზდებოდა პაციენტი, ვერ ვიმახსოვრებ ამდენ ქალებს. ამიტომ დავალაგეთ ეს ისე ლამაზად ჩვენ, რომ პაციენტს ყველა პაციენტს 10 თაუთ ექცევა ყურადღება. ძალიან კარგი, ძალიან. იმიტომ რომ მე არ მესმის ახლა რა ვიცი, ახლა ერთ-ერთი რაღაცა მჭირდებოდა ექიმთან და ვიცითო 2027 წლის დეკემბერში მოხდებოდა მე უთხარი მანამდე გარდავიცვლები მე უთხარი და მე რა ვიცი მომბრძანდით მანამ მაშინ სამზიმარზე მომბრძანდით ან რაღაცა გააკეთეთ ხო მე არ მესმის მაგრამ მე მაინც ვფიქრობ რომ არა არიან ექიმები რომლებიც მართლა არ აქვთ და თხოვნით და პირადში აი ძალიან გთხოვ რაღაცა მინდა აი ერთი წამის ამბავია ხო მე მესმის თან ბოდიშების მოხდით და ასე შემდეგ მაგრამ მე მყავს ერთი ნაცნობი რომელიც ასაკეთებს ის ხელოვნურად აკეთებს ამას ყველაფერს კი არსებობს ის ვთქვათ დისკუსიები ამის შესახებ. ერთად ვიმგზავრეთ და ესა მოვისიყვარულოთ ერთმანეთს ესე როგორ ახლა ბავშვობის მეგობარია მუშაობს თავისი წყნარად ესე ჩუმად რა. რა ვიცი აი აკეთებ პროტეზებსო და აი შენო კარგად ხარო რა და ერთ და იგივე სტაჟი გვაქვს მე უთხარი რას ვიმ შენ ხარ ჯერ არ მიყვარსო აუ შენ რა კარგად ხარ კოლეგა რომ მეტყვის ამას და წარმატებები აი შენ რა კარგად ხარ. რას ქვია შენ წარმატებული ხარ რას ქვია მე რა კარგად ვარ რას ნიშნავს ხო? აი პირდაპირ უთხარ იმას მე ვთქვი რომ რა ვიცი კონფერენციებში შენ არ დადიხარ ახალ სიახლეებს შენ არ იმაშვები რატო არ აგებ მეგობრულად უთხარ იმას ხო რა ვიცი არა მაქვს მაგის დრო ხო და ნუ წუწუნებ მაშინ რა აი წუწუნია ყველაზე საშინელი რაღაცა რა მიაწეკებ შენ ხო იცი ჩემი წარმოშობა არ მქონდა ლაღი ბავშვობა როგორ მივა აუ კი აუ საღულს შენ მოდი რაღაცა ვასწავლე რა მოდი განვითარდი შენს რაღაცა დაადები ჯო არ მაქვს მაგდენი დრო რისი დრო არა გაქვს სულ მესიჯობ რაღაცებს აკეთებ დადევი ერთი ფოტო რაღაცა გააკეთე აი ნახე რა მითხრა ტელეფონი მაგ მომენტში დაურეკა. რა ვიცი, ახლა ვიღაცა გვეჯდა მე მგონი. ხო და სპიკერი აქვს ჩართული. ბატონო ეს და ეს. როგორ ბრძანდებით? კარგად, ვის ვესაუბრები? ანუ ეს და ეს ვარ. იცი რა არის ძალიან კმაყოფილია პროტეზები გაიკეთა ჩემა დეიდამ და მინდა თქვენთან კბილები გავიკეთო. მეტყობოდა ხმაზე რომ ასაკოვანი ქალბატონი იყო. იცით რა არის ჩამოსული ვარო მითხრა, მე რა მითხრა, მას უთხრა. ჩამოსული ვარო იმიდანო რა ქვია, საზღვარგარეთიდან. მივგზავრობთ და ისა ერთი წუთითო 2-3 კვირა ადგილია ძალიან გთხოვთო რა აი ორ მაგს გადაგიხდი გთხოვ და ეს გადავხედე ჩემს ნაცნობს აი მეგობარს ესე და კაი რას ვეთყოდი ახლა ერთი წუთით გააგზელა ხუხმოთ მიდის 5 წამია გასული 10 წამი კარგით ხვალ მობრძანდით არ დამიგვიანოთ პირველის ნახევარზე ვაიმე თქვენ გაიხარეთ დიდი მადლობა გათიშა და მეთქი რა გააკეთე მეთქი და მარკეტინგული ხრიკი. სანამ მეტყოდა პირდაპირ უთხარი. ხო, აბა ხო უნდა აბა უცებ ხო არ მივიღავდი. მე უთხარი სისულელი რა. აი ეს არ გააკეთო არასდროს ისეთი რაღაცა რა. ხო მოვაო მე. მე რასაკეთებს იცი? 5 პაციენტს ერთ და იგივე საათში იბარებს და რო შევაშიგნი. ეხლა გუშინ მაგალითად. პაციენტი მოვიდა. წავეთ კივილები ქონდა. ძალიან ბევრი პაციენტი იჯდა მოსაცდელში. ცოტა მაგვიანდებულ გადამიცი გამოვიდი ბუდის გიხდით მეთქი ეხლავე მიგიღებთ და მოვიდა პაციენტი და აი ზევით ვიყავიო კლინიკაში იმდენი მხლა რიგიდან და თქვენზე თქვენსო რომ ამოგიღებსო იქ რიგები არა აქვს და რომ დაინახა მე ვთქვი რიგები როგორ არა მაქვს მე ვთქვი პირველად დახმარებას გაგიწევთ განაკვეთი ქონდა აბცესი ქონდა გაუკეთე დრენაჟი ჩაუდი და გავუშვი პაციენტი სულ მადლობები მიხადა საათ ნახევარი ვიჯექი კლინიკაშიო და კიდე ვერ მიმიღესო რაღაცა მიხდი ადამიანობის მომენტია დახმარება ჭირდება რა მე ასე ვცხოვრობ ზოგს გონი აუ დიეგო რა არაფერ ჩვეულები შენ ხომ მიცნობე ოლგა მე არ მჭირდება შენთან არაფრის რაღაცების ისა მიყვარს ურთიერთობა ადამიანობა და ასე შემდეგ რა მაგრამ არ გიყვარს ჰოლივუდური ღიმილი და მინდა გკითხო სიტყვა ჰოლივუდი არ მიყვარს მე უნდა გკითხო რამდენად მუშაობს ეს ეგრეთ წოდებული ჰოლივუდ სმაილ ჰოლივუდური ღიმილი ღიმილის სტანდარტი
კავკასიური სახის ტიპზე. ჩვენ ხომ საქართველოში ვცხოვრობთ. აი რამდენად უხდება. ჰოლივუდის ღიმილი. Yes. მოდი თეთრი კბილები ვთქვათ. თქვათ თეთრი კბილები. თეთრი დიდი კბილები. ჯერ კავკასიური გარეგნობის ქალბატონები არიან ძალიან ლამაზი გარეგნობის ქალბატონები. ხო, ამაში არ შემეწინააღმდეგოს არავინ, იმიტომ რომ ყველას აქვს რაღაცა შარმი. შეიძლება ქალში დღეს გავიგე რომ ყველა კავკასიელი ქალი არის ძალიან ლამაზი. ზოგადად მე არ მიყვარს რო იტყვიან ხოლმე მომისმენი, აი მახინჯი კაცი იყო, რამ გააყოლა მახინჯს კაც ან რა მოაყვანინა მახინჯი ქალი. საშინელი მოსასმენია. ჯერ ერთი არ არსებობს მახინჯი კაცი და არ არსებობს მახინჯი ქალი. ამი დავიწყებ. ყველას გვაქვს რაღაცა შარმი, რაც შეიძლება მთელი ცხოვრება მიყვარდეს ქალში. ასევე კაცში, ხო, ქალებს. ამიტომ ჩემთან ეს ძალიან კარგი შეკითხვა არის, როცა მოდიან, ხო, აი ეს ქალბატონები არ აქვს, ამათ ორ ნაწილად გავყვა. არიან შავგრემანები და არიან კერათმიანები, რომელიც ესეც ცისფერთვალება, რაღაცა ესეთი სხვადასხვა ტიპაჟის ქალბატონები. აი მე ვცდილობ, რომ აი ამ შავგრემანი ქალბატონები, რომელსაც იმათაც უხდებათ თეთრი კბილები, მაგრამ 99% მოხდენია. შავგრემან აი ესე დამახასიათებელ ქალბატონებს და აი კერათმიან ქალბატონები, რომელიც მოდი თეთრი სახე რო აქვს, ჩამისვია, მაგრამ ის რაღაცა აკლიათ. ამიტომ ვცდილობ, რომ ცოტა თბილი ფერი გავუკეთო მას. ეს ბუნებრივ კულს გააკეთებ თუ თბილ ფერს თუ ცივ ფერს, იქ მთავარი ის ჰარმონია დაიჭირო, რომ მის ვიზუალთან მოიხდინოს. ამიტომ ეს ჰოლივუდის ღიმილი რო აი თეთრი კბილები და მოდაშია გავიგე რომ ეს გაშლილი ღიმილი და ასე შემდეგ. რა ვიცი, ახლა იმ ეპოქაში ვარ, უნდა ავყვეთ ამას და მეც შემივე გაკეთებული პაციენტი მომწონებია, ისე მომწონებია, რომ როგორ მოხდენი. მე თვითონ მესიამ რომ გავიფიქრე რა და ფოტოებშიც ხედავ. რახან მოდაზრს საუბრობთ, მოდი სოციმედიასაც შევეხოთ. დღეს სოციალური მედია და ეგრეთ წოდებული ფილტრები შენი აზრით აუმჯობესებს თუ პირიქით ნეგატიურ გავლენას ახდენს პაციენტის მოლოდინებზე? სწორად მე გამიმარტე ეს ისა რა ფილტრები? აი Instagram-ს აქვს, Facebook-ს ხო აქვს ფილტრები რაღაც დააყენებ მაგ ფილტრს, კანი გაქვს ძალიან ლამაზი კბილები გაქვს სწორი, თეთრი და ნუ ეს ხო ახდენს რაღაც გარკვეულ გავლენას პაციენტის მოლოდინზე, ის ხო მოდის და მაგას უნდა რაღაცა კონკრეტული კბილები. აი ახლა ნახე შემოგვივლე, ესაც ძალიან რაღაცა ფოტოშოპით რაღაცების კეთება. დაუშვათ მე გადაგიღე ახლა სურათი და ის ფილტრებით როგორც იციან ხოლმე და გავადი და დავდები. მოდი რა ოლგა დავდებ შენს ღიმილს. და ჩაიხედები და აი დიეგო რაზე ვაფშე არ უგავარ, მაგრამ იყოს კაცო, ხელი მოუმართოს, შეხო გეცოდინება, რამდენი უნდა გავაკეთო ეს, ხო? ჯერ ერთი ვაფშე არ ვიცი ეს რა არის. როგორ არ ვიცი წარმოშობით, მაგრამ ფილტრი რატო უნდა დავოდო კბილს? ან მივსიზოთ. თან ახლა ბოლო ხანებში ბევრი თან ხდება ეს ლამაზი გოგონები, რომ დადებით არანაირი პრობლემა არ არის. ხა წარმოიდგინე ვიღაცა მისი მეგობარი ნახავს მას. აი ჩემ მეგობარს გაუკეთა, ვაფშე სხვა არის და იდუს ფილტრებით მუშაობს იქ ვიზუალი. რატო უნდა დავდო იმ ლამაზი, როცა ლამაზი გარეგნობა გაქვს, ფილტრი რატო უნდა დავდო? ან ჩემივე კბილს ვაჩენ. ჩემს სამუშაოში შენ ხედავ რომ არსად მარტო ტუჩებს არ უდებ იქ, ღრძილებსაც ვაჩენ. გავიგეთ რომ ლამაზ კბილებს ვაკეთებ და ლამაზი ქალბატონი იქ ყავს. ყველა ლამაზ ქალს უხდება თეთრი კბილი. ესა მარკეტინგული აი შეიძლება შორიან დააყნო, გადაუღოთ და აი ესე გავხედო. უი რა ლამაზი ქალია, მაგრამ რა აქ ეხლა შინ გაკეთე უბრალოდ თეთრი კბილები ჩანს. შენ ხო იცი მე სოციალურ ქსელს ძალიან კარგად მართავ იმ გაგებით რომ იმგია უსაქმური ვარ. საღამოობით სულ ტელეფონი მაქვს, ვიღაცა მომწერს უპასუხე ახლა როცა მუშაობ. შენი თაკეთე? მე ვაკეთებ ჩემით. კონტენტ მენეჯერი არა ყავს? არა, როგორ არა მყავს, მაგრამ მე ჩემი. მართლა. ჩემით. კი. ანუ ახალი პროფესია გაქვს. ბოლო რა 7-8 წელი ხო იცი რატო ისა რა ქვია აღმოჩენა აუცილებელია რა. და პაციენტი თუ გწერს, შენ პასუხობ სოციმედიაში? არა, მე პირადში მწერს, აუცილებლად მე ვპასუხობ და იქ ცალკე ყავს არაჩვეულები პიარ მენეჯერები, ხო. დიეგო და შეიძლება თუ არა ვენდოთ Instagram ექიმებს? შენი მაგალითი ვიცით, მაგრამ შენს გარდა არსებობს სხვა. აი ვინც მკურნალობამდე და მკურნალობის შემდეგ ფოტოებს ტვირთავს, სხვადასხვა საინფორმაციო რგოლებს აზიარებს. ძალიან ბევრი ექიმია დღეს უკვე წარმოდგენილი ინტერნეტ სივრცეში. ძალიან ბევრი. კი. შემიძლია თუ არა მივიდე იმ ექიმთან, რომელიც მე მომეწონა და ნახე, ძალიან კარგი სპეციალისტები ყავს. რა თქმა უნდა. მე პირდაპირ ვიტყვი, არა მოჭრა ეს და საჯაროდ ვიტყვი, 8 წლის წინ, 9 წლის წინ ესე ხო დავიწყე ეს აქტიური რაღაცები. აი ნახე მომდიოდა ხმები, რომ აი უბრალოდ რა არის იცი დაამუშავა ფოტო, იქ რაღაცა დადო, იქ რაღაცა ჩამოჭრა, იქ უბრალოდ
მე ამ ჯგუფები რო არის კიდე ცალკე თემა არის ამ ჯგუფების და აი საშინელება. ხო, ეს უბრალოდ ფოტოშოპი დადო, იქ რაღაცა გააკეთა და ასე შემდეგ, მაგრამ მე მინახავს ვინც ხო რასაც რეალურად ხედავ, ხო, მისი პაციენტი მოხდა, აი რეალურად ვიცნობ, არ ვიცნობ, ხო ვიცი რასაც აკეთებს რა. შეიძლება ძალიან მაგარი იმპლანტოლოგი იყო, მაგრამ დღეს ესთეტიკას ანიჭებენ ყურადღებას. გავიგე რომ ეს იმპლანტოლოგმა კარგად ჩამისვა ეს იმპლანტები, გადამინაწილე, მე ესთეტიკა გავაკეთე მე. მაგრამ ბევრჯერ მინახავს რომ Instagram-დან ამოსკრინული სხვისი ნამუშევრების, აი მაგალითად ჯუვალის ნამუშევარი ერთ-ერთ კლინიკას ედო. ხო, ისე ქონდა დადებული ეს სურათი რომ რაღაცა და აი კომენტარებს რო გადავხე რეკლამაში ქონდა დაჟე გაშვებული. 1 მილიონამდე კომენტარი, აუ საათ ხართ და რა მაგარი კბილებია და მე ერთ-ერთი იქ არ ვკითხულობ საერთოდ ზოგადად ამ კომენტარებს და რაღაცებს, მაგრამ ამოაგდო. უიმე თუნმე ვიღაცა აკეთებს დიეგო ზარანდიაზე მაგარ კბილებს და გავხედე ესე, მე თვითონ ხელი მოუმართოს, შევედი შინ და ეხლა რა უნდა იმ ფოტოს მოძებნას, გადმოიტან იმ ფოტოს ჩააგდებ იმაში, რა ქვია. ChatGPT თუნდაც. ხო მაგას არ ვიყენებ საერთოდ. ცალკე თემა ამაზე საერთოდ გადამრიეს დიზაინით მოდიან პაციენტები. და ამომიგდო მილიონი ნამუშევარი იმ ექიმის. ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს. ჩემზე ამბობდნენ უბრალოდ ძალიან იპიარებს თავს. კი ბატონო, ვიპიარებ თავს, იმიტომ რომ მეც მინდა რომ რაღაცა წარმოჩენა, ხო, მინდა რაღაცა გავაკეთო ადამიანო. შექმნა. გავიგე რომ არა ვარ პატარა ბიჭიც უკვე დროს ძალიან სწრაფად გარბის და მეც მინდა რაღაცა ჩემი რაღაცა შევქმნა ელემენტარული რაღაცა ხო დაუზარე ბავშვობიდან ესეთი ვიყავი. გავიგე რომ 19 წელი მიმუშავე და გავაპიარე ჩემი თავი, გინდა მოგწონს, არა დაალაიქი თუ არა გაატარე. ნუ ჭორაობ ჩემზე, ხო? რამდენი კითხვა მაქვს, იცი, ვინირთან და გვირგვინთან დაკავშირებით და უნდა გკითხო. ესე უცებ რომ გავიაროთ. რა ასაკიდან შეიძლება და რა ასაკიდან ეთიკურად გამართლებულია ვინირი ან გვირგვინი? იცი რა არის ძალიან პატარა გოგონებს გააჩნია ხარ რაღა პატარა ვარ 18-19-20 წლის გოგონები მოდიან სამწუხაროდ არცეც არ აქვს ვინირის დიაგნოზი. ვცდილობ რომ ბჟენებით გაიკეთოს ცოტა ესთეტიკურად და წინაც ძალიან დაშლილია და რაღაცა ვცდილობ რომ ძალიან ცოტა რაოდენობის კბილები ჩაუსვა მას, იმიტომ იმან ოჯახი შექმნას, გაიზარდოს ასე შემდეგ, იმიტომ ძალიან ლამაზი, მაგრამ ძირითადი პრობლემები სამწუხაროდ მოდიან ხოლმე ემიგრანტი დედების შვილები მყავს სტატისტიკურად რაც მე ვნახე, რომელიც დედა რომ მიდის, იქიდან აკონტროლებს, ჩაცმით, დახურით, მაგრამ ხა პირიზურ რა იცის დედამ. ბევრი დედა მიკავშირდება, რომ აი ჩემი შვილი ნახე 10 წლის წინ, 15 წლის წინ, ხა დიდი გოგოა და ცოტა დაეწყო დეპრესია, უკვე ექიმის თავი ძებნა, არ მინდა ბნელად სადმე მივიდეს. გეხვეწებით მიხედეთ რა, მოვიდა პაციენტი უკვე 20 წლის ასაკში და 8-9 კბილი უკვე ამოსაღები აქვს. უკანა საღეჭები. და იმპლანტები. მერე იმპლანტები. ამიტომ ვცდილობ, ასაკი არ არის შეზღუდული, შეგიძლია სიტყვაზე 18 წლის ასაკშიც გაუკეთო სიტყვაზე 20 წლის ასაკში, მაგრამ ვცდილობ რომ მაინც არ ჩავერიო და ბჟენები თუ ძალიან დიდი ჩასაგა, თუ ძალიან ზაშლი იქ ვინირიც აღარ უშვილეს და მოგიწევს გვირგვინების გაკეთება. და იმპლანტებიც მითხარი რა ასაკიდან შეიძლება, რა ასაკიდან შეუძლია პაციენტს შენს კლინიკაში გაიკეთოს იმპლანტი? იმპლანტები შეიძლება 18 წლიდან. როდესაც უკვე ჩამოყალიბებულია 18 წლიდან კი აი აქ დაიდებ ხელს უკვე ჩამოყალიბებულია ხერხემლის ეს ქალებში უფრო მათ არის აი იმაზე მალაზე თუ არის ჩამოყალიბებული აი უკვე შეგიძლია რომ გაიგეთო. მაგრამ მე პირდაპირ რო გითხრათ 18-19 წლის ბავშვის პრაქტიკაში არ მქონია ინფორმაცია. და იმპლანტები თქვენს კლინიკაში არის კარგი, სანდო, იცი რატო გეკითხები? ერთ-ერთი სტუმარი მყავდა თამუნა ყურაშვილი, შენი კოლეგა არის. თამუნამ ჩვენს ეპიზოდში თქვა რომ არსებობს საქართველოში ისეთი იმპლანტებიც კი, რომელიც არ იგუგლება. და ამას მოყვა სიმართლე გითხრა სოციმედიაში ძალიან ბევრი კომენტარი პაციენტებისგან, ჩვენს გვერდზე და ასე შემდეგ და მე ვფიქრობ შენს კლინიკაში სანდო იმპლანტებია. ნამდვილად მე ხო ორი სიტყვით უნდა ვთქვა ეს ყველაფერი. რატო იცით, ხო, თამუნამ რა ვიცი, არ მომისმენია ეს, მაგრამ ესე თქვა, ეს რა ქვია. პირდაპირ თქვა, საქართველოში შემოდის ისეთი იმპლანტები, რომელიც არც კი იგუგლებაო. კი ბატონო, მაგრამ ჩემთან რომ მოდიან პაციენტები, დღეს ახლა ისე არიან გაცნობიერებული პაციენტები, რომ თვითონ მირჩევს პაციენტი რომელი იმპლანტი უნდა გაიგეთოს. მე რას ვაკეთებ, იცი, ვისაც ძალიან დიდი რეკლამა აქვს, მოდიან მიხსენებენ ამა და ამა, მაგრამ ისეთი გაურკვეველი იმპლანტებსაც მეუნებიან, ხო? პირდაპირ მეუნებ, არ ვიცი. აბა იმ კლინიკაში რომ მითხარით, ვარგა თუ არა, ან ჩაისვა,
უნდა მე დიეგო ზარანდიასთან გაიკეთოს კბილი, პასპორტი მოაქვს და რო ჩავხედავ, ჩაუგდებ. ინგლისის პასპორტი. ერთ-ერთ ჩვენს კოლეგას, ერთ მეორის დიუ წარმოდგენა არა, მაგრამ რა იმპლანტია. პაციენტი ჩაწერილია ჩემთან. იმას არ ვეუნდები მე, რომ იცით რა არის, ეხლა ლაბორატორიაში დავრეკე მე და მართლა არ აქვს ჩემ ტექნიკოს ამის რაღაცეები, ხო? და მე ვერ გაგიკეთებ, რატო არ ვარგა? არ ვიცი, მაგრამ იქ გაიკეთეთ, სადაც გაიკეთეთ. ეს იმპლანტები. არა, მაგრამ ესთეტიკა თქვენი მომწონს რა და თქვენთან მინდა გავიგე ბოდის გიხდით, მაგრამ ვერ მუშაობ, არ ვიცი ამის ნაწილები არ ლამაზად ვეუნები პაციენტს და ეხლა იმ კლინიკაში მივა გააკეთებს. შენიც იოლგა რომ ეს არ არის შენი რეკლამირება, არაფერი 2005 წლიდან მუშაობ მე აი ამ სისტემაზე. მე MIS 2005 წელს პატარა ვიყავი. ხო, გავიგე, მაგრამ მე ვეუნები. კი, ნუ მეც ამას მოვაყოლე. ამიტომ კიდე ერთხელ ვამბობ, მაქვს MIS, რომელიც აი კიდე კი. აი ნახე მე კონკრეტულად არ ვირჩევ, იმიტომ კი არა რომ მე და შენ ამ ვიღაცის მეგობრობის გულისთვის არ. ხედავ კაცო დაურიკე ერთ ექიმს, რა შვები მოგწონთ, რა გაქვს ჩასმული იქ ხშირად რომელიც კეთდება, მე ავდექი და მეც. ხო არა, MIS ახლა ტოპია და მე ძალიან მომწონს, იმიტომ კი არ ვაკებ ამას, მუშაობ ძალიან ჯერ სისტემა მომსახურეობის რაღაცები. დღეს ახლა გახსოვს, ჩვენ მივდიოდით, ვიღებდით, მოგკონდა, საათობით მიწებდა რიგში დგომა, მაშინ რა ქვია, საცობში და რა ასე. მომსახურება ძალიან როგორ შეფუთავ ამას, როგორ მომწონს თქვენთან ურთიერთობა. ზოგადად საიმპლანტაციო სისტემას ისეთი ორთოპედიული ნაწილებიც უნდა გქონდეს ხმარტივიანით რომ თქვათ, რომ ხელი შეუწყოს თუნდაც იმ ესთეტიკას, იმიტომ რომ შენ მუშაობ მე ამ ნაწილებით, ხო, ხა ძალიან დეტალებში რომ შევიდეთ. მაგრამ ძალიან ცუდი არის კიდე რომ იცი რა მომენტია, აი ცუდად არ ვამბობ ამას ოლგა, ექიმ არ უნდა უთხრას რა პაციენტს. ეგ დეტალებში დელი არის ახლა ეს მაგის ახლა შემოვიდა უფრო მაგრები. პაციენტი დაბნეული არ იცის რა ქნას რა. ამიტომ ძალიან ცოტა ვართ საქართველოში მაცხოვრებლები, ზოგადად ხალხი, ეს პროფესიონალები და ნუ ეტყვით პაციენტს ესე. პირდაპირ უთხარი, არ მუშაობ ამ სისტემაზე მე. არ უნდა იმას დაკონკრეტება, რომ ეს არ ვარგად რა დინდელია ესა და რაღაცა, ხო? ზოგადად სრული რეაბილიტაციისას საუბრის დროს ესთეტიკა იწყება იმპლანტიდან თუ სწორედ რომ აი გვირგვინიდან ვინირიდან? ეს ხო კომპლექსი კი. ესთეტიკა იწყება გვირგვინიდან, ეხლა იმპლანტები ჩაუსვა, კი, შეიძლება ესე ჩასვა იმპლანტი, მაგრამ ზევიდან ესთეტიკა მე ხო, მაგრამ ესე თუ ჩასვა იმპლანტი რთულია. კი, გავიგებთ არა, რთულია, გამიკეთებია, აქედან ამოსული იმპლანტებზე ჩა დამისვია, ხტები, აი ეგ პრობლემა არ არის, მაგრამ დღეს არ არის მაგის პრობლემა, შაბლონებიც არსებობს რაღაცები და ისმება, მაგრამ ესთეტიკა რა თქმა უნდა, საერთოდ არ აინტერესებს პაციენტს იმპლანტზე, კეფაზე მიუხრახნი თუ თეზოზე. ვაფშე არ აინტერესებს. ზევიდან ესთეტიკა. კი. ნიდეში პაციენტი ხო მოდის, ან კბილი არ მაქვს, მინდა კბილი, მინდა ლამაზი ღიმილი და იქ უკვე იმპლანტზე საუბარი ზოგჯერ. ხო, მაგრამ ვცდილობ რომ პაციენტს ყველას უსმენ, მაგრამ აი ბევრს უარს ვეუბნები, იცი რა მე და თქვენ ვერ ვგებულობთ. დაგემშვიდობებით. ხო, ესე ჯობია რა, იმიტომ რომ აი რაღაცა მირჩევნია რომ ტელევიზორში რომ ნახავს და უხაროდეს ჩემი ნახვა, ვიდრე რაღაცა, იმიტომ რომ არა ვარ მართლა უხეში ექიმი, უბრალოდ ვეტყვი რა პაციენტს ესე, აქამდე პაციენტის ასე ვიტყვი, დაკრულზე დავდიოდი და სულ პრობლემები მქონდა, მაგრამ ეხლა გადაწყვეტით რომ ვეტყვი რომ არ შეიძლება, всё. დიეგო, ნელ-ნელა ჩვენ ვასრულებთ. ჩვენს ეპიზოდს უკვე აგერ გითხეს რომ ცოტა საუბარი გამოგვივიდა. თუმცა მინდა შევეხოთ, ისე თქვათ, არა კლინიკურ ნაწილს და პატარა ბლიცი გავაკეთოთ. მზად ხარ? მზად ვარ. ყავთ ჩაი? ჩაი. მწვანე, შავი? შავი. საყვარელი ქვეყანა, სადაც მოგზაურობამ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა შენზე. ბარსელონაში იყო ეგ. რატო? რა ვიცი, ოჯახთან ერთად ვიყავი წასული მეგობრებთან, კარგად ამამახსოვდა რა, ძალიან კარგად, ძალიან ბევრი ევროპაში ქვეყნებში ვარ დამყოფი, ამსტერდამიც მომეწონა ძალიან. იცი რა არის, ესე კონკრეტულად გააჩნია რომელ ხალხთან ერთად წავა, ყველგან გავერთობი. ტიპაჟებთან, საერთოდ მეგობრების წრებში? ხო, ზოგადად. მეგობრებთან, ნებისმიერ მეგობართან, რო კომფორტულად ვიგრძნობდა. ჩემთან სოფელშიც რო ჩავიყვანო, ზუგდიდის რაიონი, ჯიხაშკარში, იქაც გაერთობა ძალიან კარგად. კარგი, მაშინ ზღვა თუ მთა? თა. რესტორანში ახალი გემო თუ უკვე ნაცნობი? ძველი მამა პაპური მირჩევნია. თუ სტომატოლოგი არ იქნებოდი, ვინ იქნებოდი პროფესიით? მხატვარი, მოქანდაკე. მუსიკა სამუშაო დროს yes or no? კი თუ არა? იცი რა, როცა მუშაობ და როცა პრეპარირებას ვაკეთებ ხოლმე, უსმენ მუსიკას, ელექტრონულ მუსიკა მიყვარს ძალიან. ფილმი, რომელმაც შენზე დიდი გავლენა მოახდინა? ფილმი, რომელიც ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. იცი, რომელი ფილმი იყო, ზუსტად ვერ ვიხსენებ. მაგრამ ისა ვიტყვი და მე ამას იზამ ნახე. მეზღვაური ის რო არის მყინთავი რო არის რა ის თამაშობს ცნობილი მსახიობი რიგში რო ასამართლებენ მე ფეხის რომ იმას იზამს დაიზიანებს.
აკვალანგისტი არის, რომ ჩააგდებენ წყალში არის ზანგირო თამაშობს. ამერიკულია? ხო, ძალიან მაგარი ის არის. ეგ ამოჭერით რა. რა ქვია დამავიწყდა რა. შენი red flag-ი ნებისმიერ ურთიერთობაში. ვერ გავიგე. შენი red flag-ი ნებისმიერ ურთიერთობაში. რა არის შენთვის მიუღებელი? არ უნდა მიღალატო და არ უნდა მომატყუო რა. ყველაზე ხშირად ნათქვამი ფრაზა შენს კაბინეტში. ყველაზე ხშირად ნათქვამი ჩემს კაბინეტში ეს არის ისა რა ქვია. უირა ლამაზია. უილა ლამაზია რა. ნათქვამი სიტყვა ასისტენტს ვეძებ რა. სად არის ჩემი ასისტენტი? რო გავა, სუგვერზე უნდა მყავდეს, ინად მიჩვეულია სუგვერზე როა. ამას ვიძახი ხშირად რა. სად არის ჩემი ასისტენტი? იდეალური დასვენების დღე როგორია? იდეალური დასვენების დღე არის ჩემთვის აი შაბათსაც მუშაობ, მაგრამ კვირა დღეს ვცდილობ რომ სახში ვიყო და აი არსად არ გავიდე და ჩემს ოჯახთან ერთად რა სადმე გავიდე, თუნდაც სტუმარი მოვიყვანო და იმის მიზეზს ვეძებ რომ რაღაცა ვიყიდი და ის უნდა აღონიშნო მეთქი რა. ვცდილობ რომ სახში მოვიყვანო, მოვიზიდო სტუმარი და ჩემთან ეზოში რომ რაღაცა ესე დრო გავატარო ძალიან კარგად. ყველაზე უცნაური მოთხოვნა შენი პაციენტისაგან. ხო, ვამპირული კბილები მინდაო ძალიანო. გაუკეთე? გაუკეთე. რამდენი წლის იყო პაციენტი? 27-28 წლის. რამე განა იმისთვის უნდა და რაღაცა იქ ისა. მუდმივად. ხო, დაახლოებით 4 წელია რაც აქვს ხა ისეთი ეს არის უბრალოდ თვითონ ცხოვროს ფოტოც არ დადო. მეთქი კაი არ დავდებ. იმიტომ რომ ესეთი განსხვავებული ღიმილი გავუკეთ. ძალიან ესეთი ეშვები გავუკეთ. ხო, სახასიათოდ. და ეს სოციალურ ქსელებში ხა ეს ხელოვნური ინტელექტი დაგეგმარება რაც მოდის ახლა ითხოვენ ხო ახლა ამას წინ მომასმენი და ჩემი მეგობარი დაგელაპარაკება უმითხრა ესე პირდაპირ მითხრა და ჩაჭებით და სპიცა ვარ გავგიშტი რა გისმეთ მეთქი და ისეთი ლამაზი ხმის ტემბრი ქონდა თქვენ მოგიხდებათ ოდნავ გრძელი ცოტა გამჭირვალობა 62% გამჭირვალობის და შიდა ფენა ემალის რომელიც და ამას ხო გააკეთებთ ყველაფერს და ეს ვინ არის მე ექიმია არა ჩემი მეგობარია ხელოვნური ინტელექტი აგენტი და სპეციალ ქართული ის მეგონა რა ქვია მეთქი მიდი იქ აი თუ პაციენტი მიწყობს პირდაპირ ვეუბნებ მეთქი ამას ვერ გავაკეთებ და ვინც ამას მოისმენს და გააკეთებს აი იმასთან მიდით არ დარჩა მე პაციენტი და ბოლო კითხვა აი 1 საათია ვსაუბრობთ უფრო მეტიც გავიდა კაცო რა მალე გავიდა ჩემი გადმოსახედიდან ძალიან საპასუხისმგებლო პროფესია გაქვს ძალიან დიდი სტრესია, იმიტომ რომ ესთეტიკაზეა საუბარი და პაციენტის მოლოდინებზე. და კითხვა არის ეგეთი, როგორ უმკლავდები ამ სტრესს და რა არის შენი ჰობი? ამ სტრესს როგორ უმკლავდები? უმკლავდები ხატვით. ხანდახან როგორც ემოციური ვარ ზოგადად, აი გულში ჩავიდებ და აი თეონა მეტყვის ხოლმე რაღაცა მოხდა სამსახურში. მე მtkარი არა ხო აი პაციენტთან რაღაცა ვერ იმას ვქენი, მაგრამ რა მოხდა მე კაცო ის ხო არა თირკმელი ღვიძლი გამოსწორება შეიძლება. აი პაციენტის დაუფიქრებელ სიტყვამ შეიძლება აი დამსტრესოს როგორ. აი ჯერ არასდროს არ უთქვია პაციენტს, იცით რა არის ფოტოზე უფრო ლამაზია თქვენი ნამუშევრები, ვიდრე პირის ღრუში. აი ეს რო პაციენტმა მიღდა შეიძლება იმპაქტი მივიღო. მაგრამ არასდროს არ უთქვია აი პაციენტს. ამიტომ ისტრესები დაღლილობით ხალხთან ურთიერთობით, მაგრამ მე უკვე სახში რომ მივდივარ, ხატავ ხან მუსიკას მოусვენ ხან იმას გამოუძებნი სიტუაციას რომ სახში მოგიყვანო და ვიქეიფო ან რაღაცა ეს სილმარი ისე გასრაფად გარბის ის კვირა დღე რომ უკან მოხედავსაც ვერავთ ამიტომ ვცდილობ რომ კვირა და სადმე არ გავიდე და ვიყო ოჯახში სახში ვიყო დედა ვნახო მამა ვიდე და ასე შემდეგ რა ესე ძალიან ესე მარტივად რაც აქამდე ვცდილობდი რომ ყოველთვის მიზეს ვეძებდი რომ კვირასაც სადმე არა პონტი რომ გავიდე რაღაცები გავაკეთე მაგრამ ეთყობა ასაკიც თავისა შვება კი თავისუფლად შემიძლია თქვა კი მოვდუნდი ცოტა არ იყოს კი მადლობა დიეგო, საინტერესო იყო. მადლობა. მადლობა შენ სტუდიაში მოწვევისთვის. ძალიან მიყვარხარ ოლგა. ძალიან გაფასებ. ხარ ესეთი უბოროტო და ესეთი კარგი გოგონა, რომელიც ყოველთვის დამამახსოვრდები, მახსოვ ხარ კიდევაც და მიხარიო რომ ჩემი მეგობარი გქვია. მადლობა, ასევე. გაიხარეს. მადლობა.